შეგვიძლია დავიწყოთ განცალკევებულ კვებაზე საუბარი. მე როგორც მიყურებ, ეხლა ვარ 83 კილო. ზუსტად 27 კილო მაქვს დაკლებულ 3 იანვარს კახელი კაცი რო ახალ წელს დიეტას დაიწყებს. მგონი ჯერ მანამდე სხვა თემა ქონდა, ხო? ვეგეტარიანობა. მე ჩამხსენით ვეგეტარიანელობაზე. ერთადერთი ასე ვთქვათ, მცენარე, რომელიც შეიცავს ყველა ამინომჟავას და მაგიტომაც არის რომ ვეგანური საკვების 90% სოიოზი მზადდება. ვეგანები უფრო კაი ვარიანტი არის, იმიტომ რომ სწორედ ნახშირწყლის წყაროები, მცენარეული საკვები, ეს არის ძირითადად ვიტამინებისა და მინერალების წყარო. ვეგანი იყო ერთი ბიჭი და ვეგეტარიანელიც არისო და მან თქვა რომ ძირითადი პრობლემა მე რაცა მაქვს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამინომჟავა ცხოველური ტიპის, ეს არის ლიცინი და არა და დღიური ნორმა არის სულ 1 გრამი. და მაგ გამოწერილი ცალკეო და იმას ვღებულობ. იოგა უძველესი ტრადიცია არის და რაღაც პერიოდში შედის იოგურ ასკეტიზმში, ანუ ეს ვეგეტარიანობა რა. კომენტარი დაგვიწერეს რომ კვლევა ქართველებზე ასეთი საინტერესო არაფერი მომისმენიო. მარტო მე რო ყვები ხომე ხალხს გონია ვიტყუები და ეგრე იყო მართლა. პირველად რომ დარბაზში ვიღაცამ კრეატინი დარია, მთელი დარბაზი ჰეითერად ექცა. მაგალითად ასე ვთქვათ, წვნიანში თუ არის შიგნით კარტოფილი და თუ არის ხორციც, ასე ვთქვათ, ხო, соуზი ქვემული მაგ საჭმელს, ხო, თუ რაღაცა ეგეთი, ანუ ჩვეულებრივად შეიძლება ადამიანმა მიირთვას თავის წვენთან ერთად, მაგრამ თუ ცალკე შევჭამე მაგალითად კარტოფილის მოხარშულს, მოხარშულ ხორცს, ასე ვთქვათ, ცივად და მშრალი საკვებია და მე აუცილებლად ამის მოხმარების შემდეგ კუჭი მომცემს სიგნალს და სხეული მაგზნობინებს, რომ მე წყალი მჭირდება და ამას დავაყოლებ წყალს. ინტერვალურ კვება ზოგადად მოიცავს ისეთ პატერნებს, რომელიც შედგება შიმშილის და დანაყრების ეტაპებისგან, ხო? მოგესალმებით. მე ანა მარია ფოჩხოა და გიორგი ბერძენიშვილი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ფიტნეს ექსპერტი არსენ ახატიაშვილი. იგი თამამად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ქართული ფიტნესის ექსპერტად. მისი მოღვაწეობა იწყება 2000 წლიდან და დღემდე აქტიურად აგრძელებს როგორც სამწვრთნელო, ასევე სალექტორო კარიერას. ჩვენი პოდკასტის ძირითადი თემები გახლავთ განცალკევებული კვება, ინტერვალური შიმშილი, მაკროელემენტები, ცხოველური და მცენარეული ცილა, საკვები დანამატები, ვეგეტარიანული კვება, ვეგანური კვება, ცილები და სხვა. მადლობას გიხდით მომბრძანებისთვის. აი ხარით, მადლობა. მოგესალმებით. არსენ არის ჩემი მეგობარი, რომელიც არ მინახავს 20 წელი არის, ხო? აი, რამდენი ხანი გავიდა, ესე იგი, სიმართლე ვიტყოდ, დაახლოებით იქნება მართლა ეგრე, იმიტომ რომ 2002 წლის ხო, რაღაც ეგრე. ხო, ანუ ერთი წიაღიდან ავართ, ხო? აი, ეგ გავიხსენოთ რა, ანუ სანამ აი შენ კითხვებზე გადახვალ, ხო? ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა ფიტნეს ინდუსტრიამ, იოგამაც და ფიტნეს ინდუსტრიამაც რა, ანუ რაღაცა სასწაულ პირობებში ვარჯიშობთ რა. რო არ მოვაჩინე ხა 20 წლის მერე, ანუ ერთი მტრიდან ამოვდიოდის. პირდაპირ მნიშვნელობით სამწუხაროდ ერთი მტრიდან, იმიტომ რომ იმდროინდელი ფიტნეს კლუბები არც იყო, რეალურად იყო ჯიმები. და იყო ძალიან დიდი სურვილი საკუთარ თავზე მუშაობის, არ ქონდა ასე ვთქვათ არანაირი სოციალური ქსელები, არანაირი წიგნები და საკუთარი თავი და პრაქტიკა. ხო, მე აღმოვაჩინე, ანუ როგორ ინტერნეტში იყო ვიდეო, ესეთ ვირუსული ვიდეო, სადაც საუბრობს კვებაზე რა. მეთქი ძალიან მეცნობა. ანუ მე ძალიან გამიხარდა, ყოველთვის მიხარია ხოლმე. აი ჩვენი თაობის ასე ვთქვათ წარმატებები და რა ვიცი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ წვევისთვის, იმიტომ რომ არის თემები, რომელზეც ჩემის აზრით ცოტა მეტი ინფორმაცია საჭირო ხალხს რომ მივაწოდოთ, იმიტომ რომ კი სოციალური ქსელი და ეს ინტერნეტი, სხვადასხვა პლატფორმები ძალიან კაი საშუალებაა ინფორმაციის გავრცელების, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არის გაუფილტრავი, ყველა ბლოგერი პროდუქციის თუ საკუთარი ინფლუენსერი ხო გასაყიდად იყენებს ამ ტრენდულ თემებს, რომელშიც ძალიან მუსირებს ეს კვების საკითხი. და ძალიან ხშირად მაქვს რა ლექციის ფარგლებში
ისეთ კითხვებს სვავენ, რომ ხვდები, რომ ჯერ კიდე ძალიან ბევრია სამუშაო თითოეული, ასე ვთქვათ, სფეროს წარმომადგენლების მხრიდან და არა მარტო ფიტნესია, ლაპარაკი იოგაც იქნება თუ სხვა ნებისმიერი სპორტის სახეობა, იმიტომ რომ ეკובה არის ძალზედ ინდივიდუალური საკითხი და აი ნებისმიერ, ასე ვთქვათ, კვებაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ინგრედიენტის შეტანა დაკავშირებული უნდა იყოს სწორედ და იმ ფიზიკური აქტიურობიდან გამომდინარე და არა მხოლოდ აი ზონა, ასაკი და ესეთი კრიტერიუმები. მოდი ის რა ქვია, მანამდე შენი მომიყევი როგორ ჩვენ რო ერთად ვარჯიშობდით, ანუ მე როგორ მოხდი და ეხლა ინსტრუქტორებს ამზადებთ, ხო? კი ბატონო, ეხლა ინსტრუქტორებს ამზადებ, ვარ ფიტნეს სკოლის დამფუძნებელი და ძალიან მიყვარს ეს სფერო. სწორედ მაშინ როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, მე მაშინაც ბოდიბილდერობაზე ვოცნებობდი, ეს ერთადერთი სფეროა რეალურად, რომელიც სპორტის სახეობა, ასე ვთქვათ რა, ბავშვობიდან მიყვარდა და აქედან გამომდინარე, რაც საშუალება მქონდა იმ სიღრმეზე ჩავედი, შევისწავლე ეს სფერო, ვიყავი პროფესიონალი ინსტრუქტორიც, ანუ ვინც სპორტსმენებს ამზადებს, შეჯიბროთ ასე ვთქვათ, რეგიონალური მსაჯიც, საერთაშორისო მსაჯიც, ნუ ამ ეტაპზე ვარ დაკავებული საკუთარი საქმიანობით და ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ აი ამ პედაგოგიურ მოღვაწეობაში. ხო, ძალიან მაგარია, ხო. ის ინფორმაცია და ცოდნა, რაც მაქვს, ჩემის აზრით, ყველამ უნდა გადასცეს რა. არა მარტო იმიტომ, რომ ვიღაცაზე მაგრად მოაჩენოს თავი. ჩემის აზრით არა, მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ისეთი სტუდენტი მყავდა ამ წლების განმავლობაში, ვისაც ის თემა, რომელიც მე გადავეცი, რაღაცა გაუჩნდებოდა კიდე იმის სურვილი, რომ უფრო ღრმად ჩავიდეს და ეს ძალიან კარგი არის სფეროს განვითარებისთვის. ხო, ჩვენ ძალიან ისეთ პირობებში ვიყავით, რა ქვია. მაინც არ იყო, თქვათ, საკვები და ანამატები, საჭმელიც არ იყო ხო პრინციპში. კი, იმიტომ რომ სადაც ჩვენ ვარჯიშობდით, იქ ყველაზე ისეთი კაი ვარიანტი იყო თონე, რომელიც ეგრეთ წოდებული ჯიმის გვერდზე იყო და ლიმონადი ჩამოსასხმელი იყიდებოდა კიდე და ძალიან გვიხაროდა ხოლმე. ანუ ალტერნატივა ესეთი იყო. ამ ფეხით უნდა წავსულიყავით სახში და საჭმელი გვეჭამა და ან 50 თეთრი უნდა გადაგვეხადა მარშრუტკაში. ხო, აი ყოველგვარი შელამაზების გარეშე ნამდვილად ეგრე იყო. ჩვენც ანუ თქვენ კიდე ანუ მე მაშინ კუნფუს მივწევდი, ხო? და ანუ მაგ პერიოდში და თქვენ სარდაფში იყავით და ჩვენ კიდე უფრო მიწის ქვეშ ვიყავით. მეორე სართულზე მიწის ქვეშ, როგორი ის იყო. ეს აი მაგალითად ეს კონდიციონერი რაღაც ატომაც არა სფერო უნდა განვითარდეს ჩვენ არ გვშვს რა ასე ვთქვათ ახალი თაობის ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა მაგიტომაც წუწუნებდით ასე ვთქვათ და ვშრომობდით რომ რაღაცა კაი შექმნილი იყო თუნდაც ფიტნეს ინდუსტრიაში რა და ამიტომაც ესო ვიძახი ხოლმე რომ ჩვენთან იყოს სულ ესეთი 4 ამინდი სეზონების მიხედვით გაზაფხულზე ცოტათი გრილოდა ზაფხულში ყველას ცხელოდა როგორც გარის წვიმდა შემოდგომაზე ისევე დარბაშიც წვიმდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ამიტომაც რავი ზამთარში ამდენ ხელი მიგვყინვია რამის იმაზე რა ქვია გრიპზე ასე რომ რავი დღეს არის რა კომფორტია ძალიან კარგი არის ხალხი არის ძალიან ასაკი დაინტერესებულთა ასაკი ქვედაზღვარიც ჩაწეულია და ზედაზღვარიც საკმაოდ არის საწეული, იმიტომ რომ რეალურად ანუ ფიტნესი ეს არ არის მარტო ის საასპარეზო, აი ეს უხეში ასე ვთქვათ, სხვების თვალით უხეში ბოდიბილდინგი, რისიც ნუ ეშინიათ ასე ვთქვათ და ზოგადად ხო იცი რის მიღწევაც არ შეგიძლია იმას შორიდან ლანძღავრა და მაგრამ ფიტნესი რაც არის რეალურად ეს არის ჯანმრთელობისკენ ერთ-ერთი მიმავალი გზა. შენ რა თქვი რომ ეხლა მაშინ რაღაც კუთხით სამაგიეროდ ცოდნა მეტნაკლებად იყო, ხო? ეხლა ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ალბათ არჩევა უჭირს, ხო, ეხლა ადამიანს. იმიტომ რომ როგორ არის, უყურე ხა მაშინ და ხა დარბაზში ცოტა პრიმიტიული იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვისაც დიდი კუნთები ქონდა, მოდი ასე ვთქვათ, მის დარიგებებს მივდევდით რა და თუ გადაიჩეხებოდ და ყველა ერთიანად გადავიჩეხებოდით, მაგრამ დღეს უკვე როგორ არის იცი ეს ინფორმაციული რამოდენიმე ინფორმაცია რა რომელსაც ადამიანი ღებულობს ვისაც არა აქვს ასე ვთქვათ უკვე ის ცოდნა რომ ეს ინფორმაცია გაფილტროს ხო იბნევა და აი სამწუხაროდ ანუ რობოტულად და საკუთარ ინსტინქტების დონეზე მიდის თუნდაც ვარჯიში და თუნდაც კვება იმიტომ რომ ვეღარ გაიგეს ბოლოს და ბოლოს წყალი როდის დავლიოთ
ძილის წინ რავჭამოთ, რომელია სუპერფუდი, რომელია საუკეთესო ვარჯიში. გავაგებინოთ ხო და დღეს კარგად ვიცი რა გაიგო. მარიას აქვს აი ზუსტად ეგ კვების შეკითხვები და ხო მე იოგას ხრივ განვორცობ, მაგრამ ანუ თქვენ დაიწყეთ აი რაც გაქვთ გეგმაში და შეგვიძლია დავიწყოთ განცალკევებულ კვებაზე საუბარი, რომელიც იდეაში აღნიშნავს იდეას, რომ გარკვეული ტიპის საკვები ურთიერთშეთავსებადია, ანუ სასარგებლო, ერთად მათი მიღება, გარკვეული კი არა. Როგორი მექანიზმით მუშაობს განცალკევებული კვლევა, ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი და არსებობს თუ არა მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ეს რეალურად აუმჯობესებს ან მონელების სისტემას, ან ჯანმრთელობას, ან კლებას. კი ბატონო. მეც დავამატებ, ანუ შენ ეგ ვიდეო რო ჩაწერე, ანუ რამე ეგ აქტუალური იყო, ანუ შენთვის ანუ შეკითხვის სახით შემოვიდა, რომ განცალკევებულ კვებას ვინმე მისდევს ბევრი ადამიანი თუ არა, სიმართლე გითხრა უყურე როგორ არის ხა. მაგალითად, ჩემი სფეროს კუთხით რომ მივყვი ამას. პირველ რიგში ანუ ყველაფერი ძალიან კარგად არის დაბალანსებული ბუნებაში რა. ნებისმიერი მაგალითად იგივე როცა გვეუბნებიან იმას რომ რაღაცა ინგრედიენტების ერთმანეთთან შეიძლება არ შეიძლება და ეს რეალურად ეხება ხოლმე რაღაცა პური არ უნდა მიაყოლო კარტოფილს ორივე კრახმალი ან რაღაც რეალობა არის ესეთი რა თითოეული ხორბლის მარცვალი როგორც შეიცავს კრახმალს ისევე შეიცავს ამინომჟავების ცილის ელემენტს და ამიტომაც თვითონ პროდუქციებია ხვდები ეს ყველაფერი შერეული ხო შერეული არის ყველაფერი არ არის განცალკევებული ანუ შე როგორია რომ პურს შეჭამ და ცილა ცალკე მიიღე სინამდვილეში პურში თვითონვე შედის ცალკეულად ხო ნახშირწყალი როგორც ასეთი ხო შეიძლება მიიღო რეალურად აი კონკრეტული წვენებიდან ასე ვთქვათ რა რაც არის აი პირდაპირ წვენი მაგრამ მაშიც არის ხო რაღაც მაგრამ აი ეს თუნდაც იგივე შაქარი რო გახსნა წყალში აი ეს არის ცალკეულად ნახშირწყალი თორე შე რო ხილს ჭამ იმ ხილში მხოლოდ გლუკოზა და ფრუქტოზა არ არის იქ არის სხვა ნუტრიენტი რომელიცაც ჩვეულებრივად კუჭი ხდება და ამას ამუშავებს ჩვენი კუჭი და ამაზე მაქვს ხოლმე ძალიან ხშირად კამათი რომ ადამიანი ზოგადად რა არის საკვები ჯაჭვის პიკში ანუ ლომი რო აიღო გინდა აფრიკაში გაზარდე და გინდა ჩოხატაურში ასე ვთქვათ ლომი არის ლომი და მას ხორცი ჭირდება საარსებოდ ხო კაცებელია ადამიანზე როცა საუბრობენ ესე თითქოს და რაღაცა საკვები მისთვის შეიძლება არ შეიძლება შერევა ერთმანეთში ხო არსებობს მაშინ საზოგადოება ხო ვეგანები და რადიკალურად განსხვავებული კარნივორი საზოგადოება რომელიც მხოლოდ ხორცს მიირთმევს ანუ რაიმე კონკრეტული მეთოდი რომ ასე ვთქვათ ეს ხო იძახის რომ ვეგანიზმი და ეს სცენარეული საკვები ეს არის ის რაც ადამიანს ჭირდება ის ამტკიცებს რომ ეს ჭირდება ადამიანს ჭირდება ხორცი და შუაში ვდგავართ ჩვენ ფიტნეს ინდუსტრიის წარმომადგენლები რომლებიც ვიძახით რომ არ არსებობს რაღაცა კონკრეტული ერთი რეცეპტი არ არსებობს რაღაცა კონკრეტული კვება საკვები ინგრედიენტი რომელიც აუცილებელია ყველაფერი ჭირდება ადამიანს ბალანსში ამიტომაც ესე განცალკევებით სიტყვაზე შეჭამო პური და საათნახევარი დაელოდო მე რო ყველი მიაყოლო ანუ რეალურად ეგეთი მეცნიერული კვლევა არ არსებობს არავითარი საფუძველი მაგისა რომ თავის დროზე მაგალითად არ იყოს უყურე 90-იანებში მეც მქონდა რაღაცა ესეთი როცა დავიწყე ამ სფეროს შესწავლა სანამ დავიწყებდი ვარჯიშს დრო და ვარჯიშის მერე უფრო სიღრმისეულად და იყო რაღაცა წიგნები რომლებიც არის რომელიც შარლატანად გამოაცხადეს ანუ როგორ არის ხო იცი მაშინ იძახდნენ ესეთ რაღაცებს რომ აი მაგალითად ხო რა ეს პური და ყველი არ უნდა მიაყოლო ერთმანეთს რა მაგრამ იმის შემდეგ მოდი ასე ვთქვათ რა განამარტო ფიტნესი განვითარდა მთელი მსოფლიო განვითარდა კვლევები დღემდე ტარდება ნუტრიციოლოგიის კუთხით და ძალიან ბევრი კვლევა რომელიც მაშინ იყო და დღესაც შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ ის წიგნი წაიკითხოს და დაიჯეროს რომ ეს ესია ბევრი შედეგი რომელიც მაშინდელი კვლევების შედეგებად იდებოდა თანამედროვე კვლევებმა ან უარყო ან დაამტკიცა რომ მაშინ არ იყო ხო ეს ტექნოლოგიები რითაც შეიძლებოდა ესე კარგად გამოვეკვლიათ ეს ყველაფერი მაგრამ ხშირ შემთხვევაში როგორ არის იცი ეს არის ერთი მეცნიერის ანუ დღეს რო ვიღაცა ბლოგერი გამოდის რა ინფლუენსერი დაიძახის რომ მე ვიცი სუპერკვება და მე უნდა გამომყვე მაშინაც იყვნენ ესეთები რომლებიც უბრალოდ წიგნის სახით გამოსცემდნენ ამას რა
და ეს რო ჭეშმარიტება ამის დამამტკიცებელი არაფერი არ არის. არაფერი, ანუ მაგას პრეტენზია ქონდა, რომ განცალკევებული კვება არა მარტო სასარგებლო, არამედ ამით წონაშიც დაიკლებო და კვლევები აჩვენებს, რომ თუ იგივე რაოდენობას იღებ დღის განმავლობაში, გინდა შერეულად, გინდა ისე, არაფერი განსხვავება არ აჩვენა კვლევებმა. არის ერთადერთი ჭეშმარიტება. უყურე, რამდენი რაირი კვება არსებობს, რაც გვსმენია, ხო? ინტერვალური შიმშილი. მაგაზე მე გადავალ. კეტო დიეტა. კარნივორი დიეტა, ომნივორი დიეტა, დაბალანსებული კვება, ასე ვთქვათ, და სხვადასხვა კვების რაღაც ასე ვთქვათ დიეტები რა. და ამ ყველაფერს აქვს ერთი რაღაცა, რაც აქვს საერთო ამ კვებას, რაც იძლევა შედეგს. ეს არის კალორიული დეფიციტი. ეს გახდომის შემთხვევაში. ნებისმიერ გინდა ხო თქმა უნდა თუ წონაში მომატება გინდა უნდა გქონდეს კალორიული პროფიციტი, თუ დაკლება გინდა უნდა გქონდეს კალორიული დეფიციტი და ეს კვების სახეობები უბრალოდ არის ის რაღაცა კომფორტული საშუალება რაციონის, რაც შენ თუნდაც იგივე კალორიული დეფიციტის დროს, როცა ისედაც არის შეტევები, ხო, ფსიქოლოგიური რაღაცები გინდება რა. აი სწორედ აი ეს შენი სურვილები რომ ჩააქსოვო ამ კვებაში და არ მიდიოდეს შენი ეს დიეტა, ეგრეთ წოდებული წონის გრების მუდმივი სტრესის ფონზე. რაც არის პირდაპირ და დარღვევის დიეტა. შენ გულისხმობ ეგეთი ტიპის მიდგომები უბრალოდ ზოგს ეხმარება, მაგრამ იდეაში რაც მუშაობს არის უბრალოდ ცოტა ჭამა. აი ჩემზე ავიღებ მაგალითად, მე ვარ კარნივორი ტიპი. კახელი კაცი დღეს ვეგეტარიანობას კახელი კაცი და როც მითხარი ვეგანური კვება გეკნებაო ჩემს უთხარი მეთქი აი ეს სადღა დრო ჩემი დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ ძალიან ისეთია რა მაგრამ ერთი არის ჩემი პირადი მეორე არის რაც ეხება აი ამ განათლების საკითხს რა მე მიყვარს ხორცი მაგალითად და ბოსნეული ჩემს სუფრაზე მხოლოდ და მხოლოდ სუფრის ნაწილია და მეტი არაფერი სურათი გადავუღეთ დავდეთ ინსტაგრამზე გავაგრძელეთ ხორცის ჭამა რა ანუ უყურე მე რო დიეტა ვიღაცამ შემიდგინოს ეხლა სურო გურუ იყოს მართლა აი ფიტნესი რომ მაგის ფეშვიდან მოდიოდეს და შემიდგინოს ვეგანური დიეტა აი დიდი ხანი ვერ გავძლებ იმიტომ რომ ყველაფერი მასში იქნება ჩემი საწინააღმდეგო. ანუ ისე ვიქამდე მიდივართ რომ ინდივიდუალურია ყველაფერი, ხო? კი ბატონო, რახანს არის ამდენი კვება, ამდენნაირი კვება, უბრალოდ ეს არის რაღაცა ტიპი საკვების, ტიპი, ასე ვთქვათ, დიეტის, რომელიც პოულობს თავის მომხმარებელს და აი ამაში არის კომფორტულად. ჯერ განცალკევებული კვების წესებს გავყვეთ, ანუ რაც შენ გაქვს და მე გადავიდეთ ინტერვალურზე, ხო? ანუ ერთი არის რომ ცილა და სახამებელი ერთად არ მოინელება, ან სხვადასხვა ტიპის ცილა არ მოინელება, ეგეც რო განავრცო. მაგალითად ნუშაურავთ სახამებლიან და მჟავე საკვებს ერთმანეთს. ხილი რომ უნდა მივიღოთ სარეალ კუჭზე, მხოლოდ უზმაზე და საზამთროდან ესვი. აი ესეთი საკითხები. ეხლა უყურე რა ხდება? დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ საზამთროდან ესვი შეიძლება მთელი წელი ვჭამოთ. და ჩემ დროს რო ეგ საშუალება არ იყო, საზამთროსდან ეს უნდა ველოდო, როდის სეზონი მოვა და კახელები ჩამოიტანე? აი როგორ ცხოვრობდით? მაგით το იძახი, აი როგორ ცხოვრობდით მაშინ? ისეთი საკვები მაქვს ნაჭამი 90-იანებში თურქიის არა ქვია, თურქეთიდან შემოსული. დენიკინის დროს როვა და გაუვიდა. შენი ეხლა სახამებელი და ის შემაშინებს, ცილა ერთად? არა. როგორ არის? უბრალოდ არის რა? არის ზოგიერთი მაგალითად ციტრუსი. ლიმონი ხო? ის მჟავე უფრო შესაძლებელი უფრო მაღალი მჟავიანობა აქვს და არის რაღაცა კოეფიციენტი, შედეგადაც ანუ კუჭი მოხვედრილი ფერმენტიზაციის შედეგად საკვებთან ერთად თუ მოხდება, ანადგურებს მაგრამ ეს არ არის განადგურება პირდაპირ და ესე მუქად ნათქვამი რა. არ არის ეგეთი რაღაცა. აი ელემენტარულად ავიღოთ რა საკვები რომელიც შეჭამე, რაღაცა რამოდენიმე პროდუქტი ერთად შეჭამე, იმიტომ რომ რეალურად სუფრაზე ანუ სამზარეულო მით უმეტეს ქართული გვაქვს ისეთი რომ მრავალფეროვნება არის შიგნით რა. როცა ესეთი პროცესი ხდება და შენჭამ რამოდენიმე საკვებს ერთად და მაგალითად მიაყოლე მე ლიმნიანი წყალი. შენ კუჭს ეს თუ არ მოსწონს, რამოდენიმე წუთში ამას ძალიან კაფიოდ გაიგებ. ამან შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად ფაღარათით, ამან შეიძლება გამოიწვიოს გულისრევად, ანუ თუ ალერგიული ეფექტი, ანუ თუ კუჭმა ეს ყველაფერი ვერ გადაამუშავა, ან სიმძიმეს იგრძნობ, ან მაღალი მჟავიანობა გექნება. ახაც ესეთი რაღაცები არ ხდება, ხო? ესე იგი კი, რა თქმა უნდა, შეიძლება არის რაღაცა პროცენტი, რაც ასე ვთქვათ, მაგრამ
არათუ საგანგაშო. აიცით როგორი რაღაცაც არის, აი პირიქითაც ხო არის, რომ ციტრუსი და რკინა მაგალითად მცენარეულ საკვებში. რომ მცენარეული საკვები თუნდაც ისპანახი რომელიც რკინით მდიდარია, აი ეს ჰემრკინა რაც არის, რაც არ აითვისება, თუ მივიღებთ ციტრუსთან ერთად, ან C ვიტამინის მიღება ზრდის რკინის ათვისებას, ეს რამდენად შეესაბამება სიკვდილეს. არის ესე ვთქვათ საჭირო ნუტრიენტი და საჭირო მიკროელემენტები, რომლებიც ორგანიზმის საკვებთან უნდა მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის ათვისებისთვის. ხო, ელემენტარულად მაგალითად კალციუმი უბრალოდ ისე მიიღება, არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ძვალში მოხდება, ჭირდება დამატებით K ვიტამინი, ჭირდება დამატებით D ვიტამინი და Z-ში ხსნადი რაც არის. ხო, ანუ ჭირდება, იმიტომ რომ D ვიტამინი და K ვიტამინი ასე ვთქვათ, აი პროცესში მიმტანები არიან კალციუმის და მეორე ილექება ის ძვალზე რა და ამიტომაც ესეთი რაღაცეები, ხო? აი ეს მე ვიცი რომ ყოველთვის ადამიანი გადაწყვეტილებაში უნდა იყოს თავისუფალი რა, ანუ არ არის ესეთი ის. მე მაგალითად საერთოდ ისპანახს რკინის გამო ნამდვილად თავში არ შევჭამ, მე მირჩევნია ღვიძლი შევჭამო და ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით რა. განცალკევებული ქვებიდან კიდე ანუ წყალი და საკვები ერთად. ო, ეს წყალი და საკვები ძალიან ისეთი თემა არის. აი და რაზეც უწევს ხოლმე. თუ მე წყალს დააყოლებ, ამაზე მქონდა საუბარი და სწორედ ეგ ვიდეო შეიძლება შეგხვდა. ესე იგი, მე მიყვარს ხოლმე რა იცი, მე ვარ, მოდი ასე ვთქვათ, მე არა ვარ მეცნიერი, არც მკვლევარი, მე ვარ ასე ვთქვათ პიროვნება, რომელიც პროცესს უყურებს შორიდან, რა და თავისთვის კაი რაღაცეები უნდა აიღოს. არის საზოგადოება, რომელიც იძახის თან თეთრხალათიანი ხალხი, იძახის რომ საკვების მიღებამდე მაგალითად, ნახევარი საათით ადრე ჭიქაწყლის მიღება აუმჯობესებს ფერმენტიზაციის პროცესს, ანუ კუჭას ჭირდება თავისთავად სითხე, რაც მით უმეტეს როცა შენ მშრალ საჭმელს საჭამ, რომ ის კონსისტენცია მიიღოს, რომ მარტივად მოხდეს მისი ფერმენტიზაცია, გადამუშავება. მეორე საზოგადოება იძახის, რომ მაგალითად ჭამის მიღების შემდეგ დამატებით 1 საათში თუ სიტყვაზე წყალს დააყოლებ, ეს აუმჯობესებს უკვე ფერმენტიზირებული საკვები, რომელიც მოხდება ნაწლავში, ასე ვთქვათ, წვრილი ნაწლავიდან და წვრილი ნაწლავიდან უკვე ნუტრიენტის გაწოვას ორგანიზმში. ანუ ეს ხელს უწყობს წყლის დაყოლება ზოგი ამას ამბობს. ხო, ანუ 1 საათში დაახლოებით და ესე რობოტიზაცია უნდა მოვახდინოთ ადამიანის ანუ წამზომზე უნდა უყუროთ, წყალი დავლიოთ, მე ჭამოთ, მე ის, მაგრამ ყველაზე მაგარი არის მე წვნიანები უკვე. საინტერესო. მაგაზე მქონდა ეს სარკასტულად თავთქვი და ზოგს ეგონა რომ პირდაპირ ანუ მაგალითად ასე ვთქვათ, წვნიანში თუ არის შიგნით კარტოფილი და თუ არის ხორციც, ასე ვთქვათ, ხო, соуზი ქვია მე მგონი მაგ საჭმელს, ხო, თუ რაღაცა ეგეთი, ანუ ჩვეულებრივად შეიძლება ადამიანმა მიირთვას თავის წვენთან ერთად, მაგრამ თუ ცალკე შევჭამე მაგალითად კარტოფილის მოხარშულს, მოხარშულ ხორცს, ასე ვთქვათ, ცივად და მშრალი საკვებია და მე აუცილებლად ამის მოხმარების შემდეგ კუჭი მომცემს სიგნალს და სხეული მაგზნობინებს რომ მე წყალი მჭირდება და ამას დავაყოლებ წყალს. ეს უკვე ცუდია. ან პროცესის განმავლობაში ხომ ჩვეულებრივად შეიძლება თვითონ უყურე წყურვილის შეგრძნება ეს არის ყველაზე პირველი და ყველაზე მარტივი ნიშანი იმისა რომ ადამიანს ჭირდება ჰიდრატაცია. ჭირდება წყალი. და თუ ორგანიზმმა მოგცა სიგნალი და შენ წყალი უმადალიო და ამ დროს შეჭამ და ვიღაცამ გითხრა წყალი არ დალიო, რას უნდა რო გადაგცდეს? ჯარახზე როგორ არის? კონიაკი უკეთესი ათვისება საუმჯობესებს. სიგნალი ანუ რაებზე მუშაობს სწორად. ხო, ანუ ვინ როგორ გებულობს ამ სიგნალს, რა სიტყვით აკმაყოფილებს ერთი სიტყვით. ხო, სხვადასხვა ახლა ერთი ხალი მოვიდა იოგაზე და ესა რა წყალს საერთოდ არ იღებს და კუნთური სპაზმები აქვს რა. ჩვეულებრივი ხო, ხო, ანუ ბევრი ყოფილა ეგეთი, რომ ანუ არც უფიქრიათ, ანუ განა არიციან, მაგრამ ანუ არ ფიქრობენ თუ იმდენად სერიოზული არის წყლის მიღება, რომ ასე ვთქვათ, აი რო ისპაზმება და რო ტკივა კუნთები და რაღაცა. ადამიანის სხეული, მით უმეტეს უკვე ცოტა ასაკში როცა შედის ადამიანი, უფრო ნაკლებ სითხეში ადგენს, ასე ვთქვათ, სხეულის საერთო მასის, ვიდრე ახალგაზრდობის ასაკში. სადღაც დაახლოებით 60% არის სითხის რაოდენობა ადამიანის სხეულის წონის წარმოიდგინე, ანუ ნახევარზე მეტი ვართ წყალი. და 1%-იც რო დაეცეს, 1%-ით, მაგიტო ვიძახი, პირველივე ნიშანი ეს არის პირის სიმშრალე. პირველივე. მერე იწყება ეს კუნთოვანი სპაზმები და სხვა გართულებები მოყვება ამას.
ამიტომაც რავი რა პრობლემა არის რომ მოგწყურდება საქართველოში მაინც აიღო და დალიო ერთი ჭიქაწყალი შიმშილის შეგრძნებაზეც გამიგია რომ თუ ადამიანს მაგალითად მიიღო საკვები და მალევე აქვს მაგალითად შიმშილის შეგრძნება აბსოლუტურად მარტივად არის შესაძლებელი რომ უბრალოდ წყურია და წყლის დალევის შემდეგ გაუქრეს ეს შიმშილის შეგრძნება. უყურე შიმშილის შეგრძნება ცოტა ისეთი რაღაცაა რა კუჭის ნებისმიერი რაღაცა მესიჯი ჩვენს ხეულში გონია რომ ხშია. როგორც ხა და ამ დროს შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ საკვები ჭამე, ჭირდება მას წყალი, ანუ რთულად ხდება მისი ფერმენტიზაცია, უჭირს რა, ანუ არა აქვს ორგანიზმის კუჭი, ასე ვთქვათ, აი ეს კუჭის pH-ის დონე არ არის ისეთი და გეუბნება, რომ წყალი დალია და შენ ამ დროს კიდე ხშია და ისევ საჭმელს აყოლებს. პირიქით დაჟე საკვებზე წყლის დამატება ზრდის საკვების საერთო რაოდენობას და კუჭი უფრო მალე გაძლევს სიგნალს, რომ მე სავსე ვარ. დანაყრების სიგნალი უფრო მარტივად გაიცემა. ანუ საერთო ჯამში რა მინდა იცი მე ესეთი იუმორისტული გამოხტომა მაქვს ხოლმე მაგასთან დაკავშირებით. ანუ ამ ხალხს რა გონია რომ კუჭი ვიღაცა ტიპის ზის, აბა წყალი იქით, ცილები იქით, ნახშირწყლები იქით. ეს არის კუჭი, არის როგორც ესე ვთქვი ბლენდერი, რომელმაც აი ამ სხვადასხვა ინგრედიენტისაგან ერთი მასა უნდა გააკეთოს, პიურესავით მასა უნდა გააკეთოს. რომელსაც უნდა კონდეს შეთაბამისი სითხის რაოდენობა. კარტოფილს თუ წყალი არ დამოტე, პიურეს ვერ გააკეთებ. ხო, არის მშრალი საშინელი მასა. ზოგადად, აი, საჭმელს რასაც ჭამთ, მით უმეტეს უყურეთ რა არის. აქ უფრო დიდი პრობლემა არის უკვე იმ ხალხში, ვინც ფიტნესით არის დაკავებული და დიეტებზე ვინც არიან. იმიტომ რომ ძირითადად მშრალ საკვებს ჭამენ. ხო. მშრალად ჭამენ საკვებს. ხვდები, ანუ იმიტომ რომ წვნიანებს ვერ ჭამენ, იმიტომ რომ ვერ ითვლიან კალორიების რაოდენობით შეშინებული ხალხი, რომ აი მე ერთი კოვზით მეტი არ შემომეჭამოს ან რაღაცა ხდები. ხო, და ამიტომაც ჭამენ მშრალად ამ საკვებს და ჭირდება სითხის დახმარება გადამუშავების დროს უბრალოდ. ხო, ესე იგი ეს თემა რო ესაკვნათ, ამუწოროთ, ესე იგი პურში არის თვითონ ცილებიც, ცხიმებიც და ნახშირწყლებით, ანუ ბუნებაში იშვიათად არის პროდუქტი, რომელიც მართლა განცალკევებულად იყოს და ანუ თვითონვე არის შერეული ბუნებაში პროდუქტი. ჩვენ შეიძლება რაც შენ თქვი რომ ხელოვნურად გავწუროთ და რაღაცა ცალკე გამოვაცალკევოთ, მაგრამ ბუნებრივი პროდუქტები თუნდაც თქვათ მარცვლეული იყოს თუ ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი, აი როცა ეხლა მაშინ რო წავიკითხე პური და ყველი, იმიტომ მახსოვს რომ პირდაპირ მეთქი აბა ქართველებმა რითი უნდა ვიარსებოთ, იმიტომ რომ დილით იყო ჩაი და პური და ყველი. ყველი რძის პროდუქტია, რომელიც შეიცავს ცხიმსაც ლაქტოზასაც ეს არის რძის შაქარი და ცილებსაც. ხო რა. რატომ ვიცალკევებ მაგალითად იმისაგან, რა ქვია, პურისაგან, იმიტომ რომ პურში არის კრახმალი. საბოლოო ჯამში ის კრახმალიც მაინც გარდაიქცევა ნახშირწყალია. გლუკოზად. ხო, ნახშირწყლის რთული ფორმა არის და გარდაიქცევა გლუკოზად. ანუ აქედანაც ვიღებ შედარებით რთულ ფორმას, ანუ ლაქტოზაც არ არის, ასე ვთქვათ. მარტივი ფორმა. შეიძლება თუ არა, თუ სასარგებლო არა, ამ შემთხვევაში გავიგეთ, რომ სასარგებლო არანაირად ვერ ვამტკიცებთ, რომ რაიმენაირად შეიძლება სასარგებლო იყოს განცალკევებული კვება. შეიძლება თუ არა, რომ ადამიანის ორგანიზმი დააზიანოს. მაგალითად, ესე განცალკევებული კვლევა თქვენი ასეთ. კიდე ერთი პრობლემა რაც არის ხოლმე, ეს არის ის, რომ კვლევები, რომლებიც მოყავთ მაგალითებად, რაიმე კონკრეტული თემის დასამტკიცებლად, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს კვლევები უკავშირდება რაიმე ტიპის ჯანმრთელობის პრობლემას და მასთან დაკავშირებულ ჩატარებულ კვლევას. ამიტომაც თუ ადამიანს აქვს კონკრეტული ემე ვიზახი, რომ უყურეთ კვების სფეროში, ხო, სამი ესეთი ძირითადი არსებობენ დიეტოლოგები, რომლებიც არიან ექიმები და ისინი აძლევენ ასე ვთქვათ რჩევებს და წერენ სპეციალურ კვებას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული პაციენტის, ასე ვთქვათ, გამომდინარეობს უпростоრეთ კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ხო? შეიძლება რაღაცა ინგრედიენტი საერთოდ ამოიღოს კვებიდან, იმიტომ რომ ეს მისთვის საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მე არის ნუტრიციოლოგი, რომელიც ასე ვთქვათ, რომლის სფეროსაც ეხება საკვების, ასე ვთქვათ, საკვები და მასში შემავალი ნუტრიენტი და მათი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ყოველდღიურობაზე და მესამე, ასე ვთქვათ, რომელიც უფრო სპორტთან არის ხოლმე კავშირში, არიან ახალი ის არის მაინც ნუტრიციოლოგ კოუჩები, ეს ტერმინი ძალიან ტრენდულია რა, კოუჩი და ნუტრიციოლოგ კოუჩები. ამიტომაც აი დიეტოლოგისაგან განსხვავებით, ხო, ეს ორი პიროვნება არ მისდევს იმას, რომ რაიმე კონკრეტული შეზღუდვა გააკეთოს, რაიმე ინგრედიენტი ამოიღოს, იმიტომ რომ ამას ჭირდება რეალური დამამტკიცებელი
რაღაც ანალიზი მაგალითად, აი ქოლესტერინის რო აქვს ადამიანს მომატებული და ექიმი რო უკრძალავს რაღაცა კონკრეტულ საკვებს, შეიძლება მაღალი წნებები კონდეს და მარილიანი საკვები აუკრძალოს, მაგრამ ამას ფიტნეს ინსტრუქტორი ფიზიკურად ვერ მიხვდება, იმიტომ რომ ანალიზებზე წვდომა არა აქვს. ხა ჯანმრთელობის ცნობასა და ანალიზებს ვერ მოვთხოვთ, ხო? ჩვენს კლიენტებს და მაგიტომაც არის, რომ ხალხს გონია, რომ ეს ყველა, ასე ვთქვათ, დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგია და აი ეს ტერმინები აბნევთ ხალხს. მაგიტომ არ მიყვარს ხოლმე მე ზოგადად ეს დიეტა. დიეტა ჭირდება ჯანმრთელობის პრობლემიან ადამიანს და ჩვენ შეგვიძლია ადამიანი, რომელიც არის სრულიად ჯანმრთელი, არა აქვს მას ჯანმრთელობის პრობლემა და აი ესე დაუყო საკვები არ არის სწორი და რეალურად არც სჭირდება. ანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. კი ბატონო. ერთი კითხვა მაქვს წყალთან დაკავშირებით, თუ შეიძლება კიდევ. განსხვავება არის თუ არა ოთახის ტემპერატურა. წყლის დალევას არ გადამოჩვევთ იცოდე. ოთახის ტემპერატურა, აი ბოლო კითხვა აქვს პირდებით. ოთახის ტემპერატურის წყალს მივიღებთ, თუ მაგალითად ახლა საფულში ითხოვს ორგანიზმი ყინულიან წყალს და არის თუ არა განსხვავება ათვისების ორგანიზმის. მესამეც თქვი, მაგალითად დუღებული წყალი, ცხელი. ცხელი, ხო? აი ეგეც საინტერესოა, კი დილის ცხელი წყლით დაწყება. ხო, დილის ცხელი წყლით დაწყება საერთოდ არ ვიცი ეს ჩვენი პლანეტის მაცხოვრებლებისთვის თუ არის. ჩვენ ვატარებთ ტემპერატურას 36 და 6 გრადუსი. ჩვენს ორგანიზმში რაც მოხდება, ჯერ ერთი ის ცივიც და ის ცხელიც პირვანდელ გაგრილებას იწყებს ეგრევე პირის ღლურში. ამიტომაც აი ესე მოყუდება და დალევა რეალურად არც ცხელი წყლის არ შეიძლება და არც ყინულიანის. ანუ პირში ყულპს ვაკეთებთ ასე ვთქვათ და მე ვყლაპავ. აი აქვე იწყება მისი ტემპერატურის ცვლილება. შესაბამისად კუჭი რომ მოხდება, ხო? მაქსიმუმ 15 წუთი ჭირდება. რა ტემპერატურის წყალიც არ უნდა ჩავიდეს, რომ ჩვენ ორგანიზმში ის დადგეს ჩვენს ტემპერატურაზე. ყველაზე აი ფერმენტიზაციაზეც იყო და იმაშინ წყალზე მითხრეს, რომ იცი წყალი ყინულიანი წყალი თუ მივაყოლე და რაღაცა ის ხო გააგრილებს დუღილის პროცესს. კი რა დუღილის, ანუ ჩემ კუჭი რაღაც დუღს მე მაგას ვერ გრძნობ, ანუ 37 გრადუსი ეს არის მაქსიმალურად ყველაზე ისეთი კომფორტული ტემპერატურა ფერმენტიზაციის პროცესისთვის. რაც მოხდება მასში ამ გრადუსზე ჩამოვა. ამიტომაც ანუ დიდი მნიშვნელობა არის. ერთადერთი რა არის, იცით რომ განსხვავება არის რა მოლეკულურ სტრუქტურაში. წყალზე ჩვეულებრივად გახურების დროს ფართოვდება, ხო, ჩვეულებრივად და გაყინვის დროსაც მისი მოლეკულები ერთმანეთს შორდება. არის ასეთი კვლევა, სადაც საიზ პიროვნებებს დაალევინეს სამი წყალი, გაყინულის დაალევინეს, ცხელის დაალევინეს და ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურის და აი ეს გაყინული და მაგალითად ცხელი წყალი კუჭმა შეაჩერა ცოტა ხნით რა, ანუ მიიღო როგორც სხვა პროდუქტი და არა ისე უბრალო წყალი. სანამ არ გადაიყვანა ის იმ ტემპერატურაზე, რაც ჭირდება და არ გაუშვა მერე მონელების სისტემაში. ამიტომაც როგორ არის იცით, მაგალითად აი დიეტის დროს თუ ადამიანს არ მინდა ეს ვიღაცამ ახლა ცუდად გაიგოს, იმიტომ რომ სვავენ ხალხი ცხელ წყალს შიმშილის დაქვეითებისთვის რა და ახდენს რეალურად მაგ ეფექტს სამწუხაროდ გაყინული წყალით. აი წყურვილს ვერ აკლავს, მაგრამ შიმშილის გზნობას აქვეითებს. აი წეღარ უნდა მეთქვა აი შიმშილის გზნობაზე და იმაზე აი წყალი წყუროდესო და საჭმელი შეჭამო რა. მე ვიძახი რომ აი რეალურად არის ორი ტიპის შიმშილი რა, ასე ვთქვათ. ერთი როცა ჩემ ორგანიზმშია, ანუ თვითონ სხეულშია და ერთი როცა კუჭი მაძლევს მე შიმშილის შეგრძნებას, ხო? კუჭი მაძლევს ამ შეგრძნებას, როცა ის არის ცარიელი, ასე ვთქვათ. მოახდინა ფერმენტიზაცია, გადავიდა ის, მაგრამ როცა მაგალითად უყურე, აი მე ვყავარ ვიღაცას ამ განცალკევებულ კვებაზე რა და ცალკევჭა მარტო ცილებს, სუცილა არის თან და შიგნით არაფერი სხვა არ არის და მე სიტყვაზე ვარჯიში მაქვს. ვარჯიშის წინ ძირითადად უფრო ენერგომატარებლები მჭირდება და არ მაჭამა რა ეს საკვები. ჩემ ორგანიზმს მაინჩია, ამ ენერგომარაგების შევსება ჭირდება კონკრეტულ მომენტში და არა ცილა ან ცხიმი. ამიტომაც აი ეს შიმშილის შეგრძნება შეიძლება იყოს გამოწვეული კუჭით, მაგრამ დააკმაყოფილო კიდევაც, იმიტომ რომ ნებისმიერ პროდუქტით შეიძლება შიმშილის შეგრძნების დაქვეითება. ნებისმიერი პროდუქტი, წყალითაც. ყავა, კოფეინი მაგალითად თამსუბუქებს, ასე ვთქვათ და იმას აშუქება, რა ქვია, ამცირებს აი ამ ეფექტს და აი ამ სიგნალებს კუჭისას რა, რეაგირებს ზოგადად კუჭის იმაზე, რა ქვია, კედლებზე. და ესეთი რაღაცები უბრალოდ ეს არის როგორი რაღაცა, იცი? რაღაცა დრო რო გადაიტანო იქამდე, რომ საკვების მიღებამდე მიხვიდე რა.
რამენერად მიგორდე იქამდე რომ საკვები ჭამა და დიეტა არ დაარღვია. მაგრამ მე ვესწრაფდი რომ მაინც საბოლოო ჯამში არ უნდა ჩააგდო თავი ისეთ მდგომარეობაში რომ შენ დამხმარე საშუალებები და რაღაცების გამოგონება დაგჭირდეს იმისთვის რომ კვება დაიცვა. კი ბატონო. შეგვიძლია მგონი რომ გადავიდეთ ინტერვალურ კვებაზე. ძალიან საინტერესო იყო. ამაზე საუბარი და მადლობას გიხდით. ინტერვალურ კვება ზოგადად მოიცავს ისეთ პატერნებს, რომელიც შედგება შიმშილის და დანაყრების ეტაპებისგან, ხო? და 4 ეტაპისგან შედგება დანაყრების ეტაპი, ადრეული შიმშილის ფაზა, შიმშილის ფაზა და უკვე ხანგრძლივი შიმშილის ფაზა. თქვენი აზრი რომ გაგვიზიაროთ ამასთან დაკავშირებით? ინტერვალურ შიმშილში ანუ იმას გულისხმობთ, რა დღეს საკმაოდ მოდაში არის ეს 8 საათიანი პერიოდი როა და ის. ოკეი. პირველ რიგში მინდა იმ ხალხს უთხრა, ვინც აპირებს ამ კვების დაცვას. აი ეს კვებაც და მათ შორის კეტო დიეტაც, რაზეც ვისაუბრებ, სავარაუდოდ არ არის წონის კორექციისთვის. ესენი არიან სპეციფიური კვების რეჟიმები, რომლებიც ამა თუ იმ ჯანმრთელობის გაუარესების დროს ენიშნებოდა თავდაპირველად, იმიტომ რომ ამას უფრო დიდი წარსული აქვს ამ ტიპის კვებას, ინტერვალურ შიმშილსაც და კეტო დიეტას საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა რამოდენიმე წელია რაც საერთოდ გაიგო მათი არსებობა. და ინტერვალური შიმშილი დაფუძნებული იყო ჰორმონი გრელინის აქტიურობაზე. შიმშილის ჰორმონის აქტიურობაზე. ვინაიდან კვლევები აჩვენებდა იმას, რომ გრელინი ეს რაღაცა პროგრამირებულად გეგონება, აი დაპროგრამებული გამანადგურებელი ესე მუშაობს ჩვენს ორგანიზმში. რომ შიმშილის ფაზაში როცა გამოიყოფა ჰორმონი გრელინი, ის ანადგურებს რაღაცნაირად მიზნობრივად ძველ უჯრედებს. და ჩათვალეს მაშინაც მკვლევარებმა, რომ ეს ერთის მხრივ შეიძლებოდა ყოფილიყო ორგანიზმის გაჯანსაღების, ანუ ახალი უჯრედი, ეს არის ახალი სიცოცხლე რა. ანუ ძველი უჯრედი რომელიც ჩვენ ორგანიზმს არ ჭირდება, ის მაინც კარგავს მის მასზე რესურსს, ხო? ამიტომაც ახალი უჯრედებისთვის კარგი ვარიანტიაო და მეორე კიდე ფიქრობდნენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებებთან ბრძოლა, იმიტომ რომ ის რა თქმა უნდა მავნე უჯრედებია და შესაძლებელია გრელინმა შეითავსოს ეს ფუნქციაო. ამიტომაც ჩატარდა ძალიან ბევრი კვლევები, მაგრამ ესეთი დამადასტურებელი, მაგიტო იცი ვიღაცამ შეიძლება ახლა ადრეული კვლევა ნახოს და ღმერთმა დაიფაროს და ვიღაც ონკოლოგიური მას დაუნიშნოს, ეგრევე ესწრება. იყო ეგეთი რაღაცები, ანუ წლების წინ მეც მახსოვს, რომ ეგრე მიიჭ სხვათა შორის მე გეტყვი ერთ რაღაცას რა, სტივ ჯობს ხო ქონდა, ანუ სიმსივნე და მიყვებოდა ამ ალტერნატიულ მედიცინას, აი აიურვედა და რაღაც ეგეთი რაღაც რო არის, ხო? და ხალხს ხო გონია რომ აიურვედა რაღაც მეცნიერული არის, ხო იცი აიურვედა? ხო და მოსმენით ვიცი, მაგრამ რაღაც წარმოიდგინე ესეთი რაღაცა რომ ამ დაიმედებული ამ ალტერნატიული მედიცინით ძალიან გვიან მივიდა პლაცებოს ეფექტი უფრო მეტია ხომ? არა, ნახე რას გულისხმობს სტივ ჯობსმა დააგვიანა სამედიცინო სერვისის მიღება, იმიტომ რომ იმედი ჰქონდა ალტერნატიული მედიცინის. ხილის წვენებზე იყო, შიმშილობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესეც საკმაოდ საშიში რაღაც არის, იმიტომ რომ ჩემი მიდგომა ესეთი არის, რომ Breaking Bad-ში ხო არის, ანუ Walter White-ს რო აქვს სიმსივნე და მე ეკითხებიან რომ მივმართოთ თუ არა, ექიმს ეკითხებიან, ხო გაქვს ანახი ეგ სერიალი? ანუ ხო წარმოიდგინე არ მაგ. ხო, ანუ მივმართოთ თუ არა ალტერნატიულ მედიცინას რა და ექიმი ეუბნება რომ ჩვენთვის ყველა მეთოდი მისაღებია, რაც ჩვენი პაციენტის ფსიქოლოგიურ კომფორტს ანუ დაეხმარება რა. ოღონდ საჭირო არის მოლოდინების მენეჯმენტი. ანუ შეიძლება ყველაფერს ვიმართო დაუშვათ აი ალტერნატიულ მედიცინებს ან რაღაცა, მაგრამ ის რა საშუალებაც არის სამედიცინო, ამან ხელი არ უნდა შეგიშალოს, რომ აი როგორც დიპაკ ჩოპრა ამერიკაში და რაღაც 35 მილიონი დოლარი გააკ მედიცინა წავიდა ალტერნატიულ მედიცინაში, რაღაც ანუ ეგეთ სფეროში გადაერთო და ესეთი ალტერნატიული სფერო უბრალოდ ძალიან კარგია, როცა ეხმარება, მაგრამ ცუდი საქმე შეიძლება მაშინ გააკეთოს, როცა ამით აიმედებს ადამიანს და ის ექიმს არ მიმართავს დროულად. აი ეგ მომენტი არის ხო ეს უბრალოდ რატო გამახსენდა რომ ზუსტად სიმსივნის და შიმშილის კავშირზე რომ აი თან შიმშილობის თემა ის არის რომ შიმშილობა მავნებელია მისთვის ვისაც ორგანიზმში მარაგი არ აქვს უბრალოდ აი სწორედ მაგეთკენ მივდივარ უკვე 18 საათიანი კი შეიძლება ანუ ღამე უბრალოდ თუ არ შეჭამე ცუდი არ არის ეგ კარგია მაგრამ ის რომ უკვე 2 დღე და 1 დღე მთლიანად რო შიმშილობ აი უყურე ინტერვალური შიმშილი
ჩვენთან როგორ ხდება ზოგადად ვიღაცას რომ აი ფიტნესის სფეროში არის ყველაზე ისეთი რადიკალური მიდგომა ხოლმე ხალხის მხრიდან ვიღაცას რომ უნდა წონაში დაკლება ამისთვის მზად არის მართლა ყველაფერი გააკეთოს ოღონდ თავიდან იმიტომ რომ ეგრევე მიმართავენ 4 საათიან პერიოდს ჭამის ანუ 18 საათი თუ რაც არის ანუ 4 საათი ჭამენ და დანარჩენი პერიოდი ასე ვთქვათ 20 საათი ადამიანი არ ჭამს კი შეიძლება აქამდე ადამიანი მივიდეს მაგრამ ამას ჭირდება საფეხურები რა ამიტომაც ყველა შემთხვევაში მე არ ვიძახი რომ ინტერვალური შიმშილი ცუდია ნამდვილად არ ვიძახი და გრელინი საკმაოდ კაი საქმეს ასრულებს ორგანიზმში და ეს რა ეტაპზე გამოიყოფა ეგეც ხო საინტერესოა ეს ადრეული შიმშილის ეტაპზე გამოიყოფა მაგალითად 18 საათის განმავლობაში უყურე როგორ არის გრელინი ეგრევე არ გამოიყოფა იმიტომ რომ საკვების მიღებიდან ეს დამოკიდებული ასევე რა საკვებს მიიღებ იმიტომ რომ მას ხო სხვადასხვა დროები აქვს მონელების და ათვისების და ასე შემდეგ იმიტომაც არის რომ თავიდან იღებ ასე ვთქვათ პატარა პერიოდს რომ ამ რეჟიმს მიეჩვიო იმიტომ რომ ეს არის რაღაც ახალი რეჟიმი ხო მაგალითად შემდეგ გადადიხარ ასე ვთქვათ შედარებით უფრო მკაც რეჟიმზე 6 საათიანი ფაზა არის მერე გადადიხარ 4 საათიან ფაზაზე მაგრამ აი სად არის თავარი რა კალორიასაც ღებულობდი და რაც შენთვის იყო ასე ვთქვათ დაკლებისთვის საჭირო კალორაჟი აი იმ ასე ვთქვათ თავიდან პირველ საწყის ეტაპზე პერიოდში როცა ჭამდი იგივე კალორია უნდა მიიღო 4 საათის განმავლობაშიც რომ შიმშილი არ გადავიდეს სტრესში სხვა შემთხვევაში ახლა უყურეთ რა ხდება როცა მაგალითად ადამიანი იცავს რაღაცა კონკრეტულ კვებას და ეს უფრო კავშირშია სტრესთან ვიდრე მხოლოდ აი ამ შიმშილთან რა ასე ვთქვათ რომელიც არ იწვევს აი ამ სტრესულ მდგომარეობას და სტრესი ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ხოლმე მუდმივ აკრძალვებს და შეზღუდვებს თან რაციონში რა ისედაც ადამიანი გადასული არის კალორიულ დეფიციტზე და ასე ვთქვათ ვერანაირ გასართობს კვების კუთხით ასე ვთქვათ მას არ უტოვებს ადამიანი როცა ორგანიზმში ერთდროულად მუშაობს შიმშილის ჰორმონი და სტრესის ჰორმონი ეს ადამიანი განწირულია იმისკენ რომ ის ადრე თუ ადგვიან არა ადრე ძალიან მალე დაარღვევს დიეტას ან კვებითი აშლილობაც შეიძლება გამოიწვიოს ესეთი კვებითი აშლილობა უფრო ფსიქოლოგიური მომენტიდან ხდება ხოლმე უბრალოდ ეს უფრო არის ფიზიკური ფაქტორები ვერ გაუძლოს იმიტომ რომ კორტიზოლი მით უმეტეს უყურე განსხვავება რა არის გრელინი თუ მაგალითად მიზანმიმართულად რაღაცა კონკრეტული უჯრედებზე მუშაობს კორტიზოლი პირდაპირ შლის კუნთოვან ქსოვილს ანუ ყურე ცალი მხრიდან უგავიგებთ ამას რა რახან სტრესის ჰორმონია ხშირ შემთხვევაში ხალხისთვის რაღაც ესეთი ტერივით არის კორტიზოლი არა კორტიზოლი ეს არის იგივე ორგანიზმის ადაპტაცია აი პირობასთან რა პირობაშიც არის და ეძებს ალტერნატიული ენერგიის გზებს და პირველი რასაც ის შლის ორგანიზმში ეს არის კუნთი იმიტომ რომ კუნთი ეს არის მუდმივი ენერგიის მომხმარებელი და ამ შემთხვევაში თუ არ არის ის ორგანიზმში საჭირო უბრალოდ იწყებს მის დასვლას და მისი კალორიის ენერგიად გამოყენებას ეს თვითგადარჩენის მეთოდია ერთ-ერთი ჩვენი ორგანიზმის რა ამიტომაც აი ეს ინტერვალური შიმშილიც კი და იმასაც ვიტყვი რაც წეღამთქი რომ სხვა რამდენი კვებაც არ უნდა არსებობდეს ყველა მუშაობს თუ კალორიულ დეფიციტშია ადამიანი პირველ რიგში რა თქმა უნდა მივიღოთ თუ დაითვალოს ის კალორაჟი რაც გჭირდება და არ არის გარანტია ის რომ შერახანს ხვალე გინდა ინტერვალურ შიმშილზე დადგე და საჭმელი ჭამო მაგრამ მეტი ჭამო და იმედი გქონდეს რომ 18 საათი არაფერს არ შეჭამდა შენ წონაში დაიკლებ ორგანიზმი ესე ნამდვილად არ მუშაობს რა ერთ ჭამაზე რომ შეჭამო მაგალითად 4000 კალორია და მერე 23 საათი არაფერი არ ჭამო მაინც არ დაიკლებს ორგანიზმში და რაც გვაქვს ხომ ხშირი ისეთი რომ აი დღეში ერთხელ ავჭამ და არ ვიკლებ არც დაიკლებ ხო დეფიციტი თუ არ შეიძლება ჭამე უყურე როცა ორგანიზმი ხვდება აი მაგალითად კეტო სხვანაირად მუშაობს რა აი მაგ გადართვის რეჟიმებზე არის როცა ორგანიზმი ხვდება რომ შენ მუდმივად ხარ აი ესეთ დეფიციტში დღეში ერთხელ აჭამ თუ რაღაცას მინიმალურს ჭამ ხო ორგანიზმი იწყებს აი ტელეფონი რო გადაკყავს მაგალითად ელემენტი რო ჯდება და გადაკყავს energy safe mode-ზე ჩვენ ხო ამას ვერ ხვდებით ტელეფონში შიგნით რა ფუნქციები გაითიშა ჩვეულებრივად ვიყენებთ მაგრამ ელემენტი რეალურად უფრო დიდხანს ანალოგიურად ხდება შენ წარმოიდგინე ორგანიზმის სხეულში 5 წუთით ადრე დაგეძინა 5 წუთით გვიან გაიღვიძე ლაპარაკის ტემბრი შეგეცვალა ცოტა შენელდა თავს ესეო სამჯერ იფხანდი ორჯერ მოიფხანე ნებისმიერი ჩვენს მიერში განხორციელებული ფიზიკური ქმედება
იწვევს კალორიების მოხმარებას. ამიტომაც ესენი ისე ჩუმად ნელდება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ორგანიზმი, მაგიტო ვიძახი, როცა ესეთი ორგანიზმი გყავს რა, აქ რაღაცა წყლის მიღებაზე და რაღაცებზე სასაცილოა რა, უბრალოდ ლაპარაკი ადაპტირდება ყველა პირობასთან. ბოლო-ბოლო კონცლაგერში ხალხი რას ჭამდნენ? ხო. და მაინც ცოცხლები გადარჩნენ. ბევრია შიმშილით ყოველ შემთხვევაში ძალიან ნაკლები რაოდენობა. ხო, ადამიანი ადაპტირდება ამასთან რა. მე არ ვიძახი შიმშილო და რეკორდების მოხსნაზე იყო ორიენტირებული. უბრალო არსებობას ძალიან მარტივად შეძლებს ადამიანი. სხვადასხვა ანუ ნახე ის ხალხიო რომელიც სწრაფად იკლებს, მე სწრაფად იმატებსო, მაგრამ არა იმიტომ რომ ამ ორგანიზმი დამშეულია და მე ინაზღაურებს, უბრალოდ ვინც ხანგრძლივი სტრატეგიულად გაიაზრა უფრო მეტად და ერთბაშად კი არ უნდა, ანუ ესე იგი გადაანაწილა, რომ ის თუ რამე არ ვარგა არა მარტო თქვა ერთი თვე რომ თქვა რაღაცა ვემზადები რაღაც ივენთისთვის, არამედ ზოგადად ცხოვრების წესი შეცვალა და იმან თქვა გათვალა რომ მე თქვა შეიძლება 9 კილო დავიკლო და არა ის რომ დღეში 1 კილოს დაკლება მინდოდეს და ამიტომ ეგეთი რაღაცა იყო კვლევა რომ უბრალოდ ვინც ზოგადად ხანგრძლივ ვადაზე გათვალა, ანუ ზოგადად შეცვალა ცხოვრების წესი და ნელ-ნელა გადადგა ნაბიჯები, იმის ცნობიერება რადგან იცვლება, ის უფრო ინარჩუნებს, ვიდრე ის რომ აი კონკრეტულად აი ზაფხულისთვის მინდა დიეტა ან რაღაცა ეგეთი. სწორედ მაგაზე არის ორიენტირებული ნუტრიციოლოგ კოუჩი პიროვნულად, რომ შეცვალოს ადამიანის კვებითი ჩვევები და დანერგოს ის ხანგრძლივი დროით. იმიტომ რომ უყურე ნიწყოს მე ვარ პერსონალური ინსტრუქტორი, ხო? მოხვედი ჩემთან, გადამიხადე ფული, ანუ იწვალე ეს ერთი თვე, იმიტომ რომ კაცრი დიეტა გინდა რომ რაღაცა ერთ თვეში 16 წლის რო იყავი და კაბაში რო ეტეოდი, ისე იმ კაბაში გინდა ჩაეტიო და გავაკეთეთ ეს შედეგი და ამ დროს ხდება ესეთი რაღაცა. შორს არ არის აზრი რეალობისაგან, დამშეული სხეულია. ორგანიზმში ირთვება შემდგომ კომპენსაციის პერიოდი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც ადამიანი ჭამს, ფაქტიურად სულ ცხიმად იგროვებს, იმიტომ რომ ცხიმი ეს არის ჩვენი სხეულის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, რომ არ ჭირდებოდეს ადამიანს, საერთოდ არ ექნებოდა. ჭირდება. ამიტომაც, როცა ჩვენ მაგალითად ცხიმის რაოდენობა მინიმუმამდე, აი მინიმუმამდე დაყვავს რა, ანუ აი რეალურ მინიმუმამდე დაყვავს. მე არა მაქვს ლაპარაკი საასპარეზო და საშეჯიბრო ფორმებზე, ასე ვთქვათ. აი თუნდაც გოგოები, რომლებიც არიან და მუდმივად სიგამხდრის დევნაში არიან რა. და ქალისთვის მით უმეტეს ცხიმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცისთვის. როცა ეს რაოდენობა ჩამოდის, შემდეგ უკვე როცა იწყებს, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ კვებას, რაღაცა პერიოდი მაინც ხდება, ასე ვთქვათ, აი ეს კომპენსაციის პერიოდი და ცხიმის საჭირო რაოდენობას მაინც იმატებს ორგანიზმი. იმიტომ რომ უყურე ინტერვალური შიმშილისაგან განსხვავებით ეს ხო მუდმივი შიმშილია და მიდის აი ესეთი სწრაფი კლება მიდის მუდმივი სტრესის ფონზე. და ორგანიზმმა არა მარტო ცხიმი, არამედ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ის რომ ადამიანმა დაიკლო მასა და არა ცხიმი. საერთო მასა დაიკლო, კი ბატონო, მაგრამ ცხიმის პროცენტულობა უფრო მეტი არის. იმ მასასთან შედარებით ის არ შეიცვალა. იმიტომ რომ ცხიმი ეს არის აი ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში გამოყენებადი ენერგია. მაგიტომაც აი ეს კეტო დიეტა ძალიან ისეთი არის რა, ხანგრძლივი დრო ჭირდება ორგანიზმს რომ კეტონების გამოყენებაზე გადავიდეს. ან ნახშირწყლების დეფიციტი რო შეიქმნას, ხო? მაგის მთავარი პრინციპი ეგ არის, ხო? მე მაშინ ეხლა რომელ თემაზე გადავიდეთ, სანამ შენ თემას გააგრძელებდი, ესე იგი, ნახე, მაკროელემენტების კონტროლი უფრო რეალური არის ყოველდღიურობაში, ვიდრე თქვა მიკროელემენტების, რომ თქვა დღეში რამდენი კალციუმი მივიღე და რაღაცა ეგ თემა. ნახე, აი შენ რა მითხარი, ესე იგი, რომ აი მაგალითად ცილის რაოდენობა ადამიანს შეიძლება შეეჩვიოს უკვე რომ რამდენი დაახლოებით რამდენი ჭირდება რომ სულ რო არ წონოს. აი შენ როგორ გაქვს დამუღამებული ან რას ურჩევ ხოლმე რომ ხო ან რაღაცა კალკულაციას ეუნები, იმიტომ რომ სულ ხო არ დაიწყებს აი დათვლას, იმიტომ რომ ეს ძალიან მალე იმას იზამს რა, მობეზდება და დაანებებს თავს და თქვათ მე ესე ურჩევ ხოლმე თქვათ ცილა ის რაოდენობა რაც საჭიროა და ნახშირწყალი თუ ჭარბი წონა გაქვს შეძლებს დაგვარად თქვათ შეამცირე უბრალოდ შეიძლება თუნდაც თვალის ზომით რო ესაკნა
უყურე როგორ რაღაც არის რა. ეგ ახლა ჩვენ ვართ ორი ძალიან განსხვავებული სფეროს წარმომადგენელი და მოდი ცოტა კალორიებზე ვისაუბრებთ მაგის პარალელურად. ამ კალორიების ცხრილებზე. ხო, ჯერ მაკროელემენტების ხო. რა თქმა უნდა, უყურე, ცილის კომპონენტი და ის რომ ადამიანებმა ერთხელ გაიგეს ის რომ ცილა ცხიმში ძალიან ნაკლებად გადადის და გადავიდნენ უყველა ცილოვან დიეტაზე, არავის არ უთქვია რომ ცილა საერთოდ საკვებია რა, საერთოდ არ გადადის და ან თუნდაც ცილის დაგროვება ორგანიზმში რას გამოიწვევს. იგივე მაგალითად კრეატინის მაღალი დონე, ცილის მაღალი დონე იწვევს წყლის შეკავებას და გოგოებს ხშირ შემთხვევაში ეგემართებათ ხოლმე, როცა რადიკალურად დაწევენ დაბლა ნახშირწყლებს და მოუმატებენ ხოლმე ცილებს, ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი ახლა და მინდა რომ ყველამ დაიმახსოვროს რა. თუ ბევრ ნახშირწყალს შევჭამთ, ანუ იმ მარაგების მეც თუ შევჭამთ, ხო, ანუ სადა გვაქვს ნახშირწყლის მარაგი, გლუკოზის მარაგი, სისხლი, ღვიძლი, კუნთი, მორჩა. всё, როცა ვჭამთ ამაზე მეც ის სადღაც უნდა წავიდეს, ანუ ჩვენი ორგანიზმიდან ბუდიში სულ საპირფარეშოში არ წავა ეს ყველაფერი, არც ეგეთი ფილტრი აქვს ჩვენ ორგანიზმს, ამიტომაც აქ ჰორმონები, რომლებსაც მარტივად ნახის გამოსავალი გადაყავთ ცხიმში. როცა ადამიანი ჭამს იმაზე მეტ ცილას, რაც მას ჭირდება, ხო? ცილა ცოტა უფრო კარგად გამოყენებადია, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი კანი, თმა, ამინომჟავების კომპლექსებისაგან შედგება. ამის მიუხედავადაც თუ ადამიანი ჭამს იმაზე მეც ცილას, რაც მას ჭირდება, აი ის ცილებისა და მაგალითად კრეატინის რაოდენობა თუ უმეტეს ხორცსა ჭამს და ხორცი ერთ-ერთი წყარო არის კრეატინის, აი ეს მომატებული კრეატინი სად უნდა წაიღოს ორგანიზმი. აი ეს ვერსად ვერ მიაქვს, ის რომ ცხიმად არ გარდაქმნა, არ ნიშნავს რომ ორგანიზმიდან გამოდევნა. და იწყება მე აი ეს მაგის რაოდენობის მომატება, წყლის შეკავება და ვიღებთ რას? სასწორზე ციფრი მიდის ზემოთ. სასწორზე ციფრი ზემოთ წავიდა, всё, ჩაირთო განგაში. ინსტრუქტორმა გამოვაჩინა თავის განათლება, კიდე გამო მოხდა წყლის შეკავება. და მაგრამ თვითონ ცხიმებად გარდაქმნა. რა თქმა უნდა, მაინც უყურე როგორი რაღაცა რეალურად ცილის, აი სამივე კომპონენტი რო ავიღოთ, მაგრამ ცილაზე ვილაპარაკოთ ჯერ. ცილა რომ მიიღება ორგანიზმში, ნაწილი გარდაიქმნება ამინომჟავებად, ნაწილი მაინც ხმარდება გლიკონეოკინეზს. ანუ პროცესი, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი სხვა ინგრედიენტისაგან ცდილობს მიიღოს გლუკოზა. გარდა მაგისა, ცილა ისეთი რთული პროდუქტია და მისი გადამუშავება, ხო, რომ დაახლოებით, ანუ რაც უფრო რთული პროდუქტია, მაგალითად საქონლის ხორცი, ჩვენს იმაში რა ქვია, სამზარეულოში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ურთულესი ცხოველური ცილის წყარო გვაქვს. მე საერთოდ პარკოსნებზე არ მაქვს ლაპარაკი რა. ისინი უფრო რთულებიც არიან ლობიო პარკოსნებს. არა, მე ვერ ვისაუბროთ. ლობიო მაგალითად, ხო, რატო არის, რომ ღამე არ შეიძლებოდა მთელი ცხოვრება გვეუბნებოდნენ, რომ ძილის ჭირო ჭამო, აი ღდილით იღვიძებ, ეგონება მთელი ღამე იმუშავე რა, მძიმე პროდუქტია. მძიმედ მოსანელებელია, ოღონდ სულ გაგებაში არ ვიძახი, ანუ კუჭიც ვარჯიშობს რა, მაგ შემთხვევაში თხევადისაკები საერთოდ არ შეიძლება. ხო და როცა ასე ვთქვათ, ხო, ანუ ნაწილი მიდის სადღაც 30% მიღებული კალორაჟის 30%-მდე მიღებული კალორაჟის ხმარდება თვითონ პროდუქტის გადამუშავებას რა. ამიტომაც არის რომ თვლიან რომ იცი ცილას ვერ გადაიყვანს ცხიმში, ძალიან კარგადაც გადაიყვანს თუ არ ამოასუნთქებ ასე ვთქვათ რა. რა გამოვიდა, ესე იგი კარნივორი საზოგადოება რო არიან, ყველა მაგარტანზია, ყველა სპრესი აქვს და ყველა არა. ჩვეულებრივად იმათაც გადამეტებული კალორაჟი მერე გადაზდის ცხიმში. და რაოდენობა, ანუ თანამედროვე იმაში რამე ისეთი ცვლილება ხო არ არის, ანუ რა დაახლოებით 0.9 გრამი კილოგრამზე, იმიტომ რომ ზოგი თქვა ხო, ზოგი თუ ვარჯიშობს ადამიანი. ეგ არის მინიმალური რაოდენობა, ეს არის ადამიანმა უნდა მიიღოს, ასე ვთქვათ, 1 გრამამდე, ანუ 1 გრამი საშუალოდ, იმისთვის რომ ორგანიზმმა კარგად მიიღოს ამინომჟავები. თუ 60 კილო ვარ, 60 გრამი დაახლოებით დღეში მინიმუმ. და ეს მე რაღაც კვლევებით წავიკითხე, რომ ეს არა მარტო რაღაც ფიტნესის, ეს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი რა მინიმუმი არის. ხო, ანუ იმიტომ რომ ამაზე დაბლა უყურე, ამაზე დაბლა რო ჩამოდიხარ, როგორც წეღანავთ, მთელი ჩვენი ორგანიზმი შედგება ამინომჟავებისაგან და მთელს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს ანაბოლური და კატაბოლური პროცესები, ანუ უჯრედების კუდოვმა და აღდგენა. და როცა ასე ვთქვათ, ბუნებრივად შენ ორგანიზმში მიდის უჯრედების კუდობა და იმდენს ვერ აღადგენს ორგანიზმი, ანუ ახალი უჯრედების წარმოქმნა არ მიდის, ჩათვალე ორგანიზმი მიდის კუდომისკენ. ამიტომაც არის ეს არის მინიმალური რაოდენობა, ის რაც ადამიანმა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ
ჩვეულებრივად იარსებობს. აი რაც შეეხება უკვე ფიზიკურ აქტივობას, აი იქ უკვე არის ძალიან ბევრი ვარიანტი, იმიტომ რომ აი მე მინდოდა მაგაზე მესაუბრა და კალორიების თვლაზე რო ვთქვი რა და რაღაცა კალკულატორები რო არის და რავი ზოგიერთი ფორმულა იმხერა არის, მე მგონი ილონ მასკი უფრო ნაკლებს იყენებს, თემაზე რა ქვია, რაკეტა რო გაუშვას კოსმოსში. განსხვავებული კალორიაში ჭირდება და განსხვავებული ნუტრიენტული მოთხოვნა აქვს ძალიან ბევრ სპორტის სახეობას. მაგალითად ფიზიკურ აქტივობაში ითვლება იგივე იოგას რაც ჩვეულებრივად, მაგრამ იოგას არ აქვს ისეთი კოლოსალური კუნთოვანი დაზიანება, როგორიც აქვს ბოდიბილდინგს. ამიტომაც ადამიანი, რომელიც იოგას მისდევს, მისთვის 2 გრამი ცილა შესაძლებელია უკვე ძალიან ბევრი იყოს და ბოდიბილდერისთვის პირიქით. საჭირო მინიმუმი. ანუ 2 გრამიც ბოდიბილდერებისთვის არის მინიმუმი? შეიძლება იყოს მინიმუმი. გააჩნია უკვე გამიგია რომ ძალიან ხო, მაგრამ ეგ დროებით ცოტა პერიოდები იყო ხოლმე, მაგრამ უკვე ადამიანები მაგაზეც არის უკვე ვიღაცა 3ჯერ ვარჯიშობს კვირაში, ვიღაცა 5ჯერ ვარჯიშობს, ვიღაცა 6ჯერ ვარჯიშობს. იმას უბრალოდ სუჭილდება ეს მაღალი ცილოვანი კომპონენტი, რომ კუნთების აღდგენა მოხდეს. აი, რადგან კალორიების იმაზე ამბობდი, ერთი არის დაუშვათ სიმაღლე, სქესი, წონა, მაჯა, ასაკი და კიდე თქვათ აქტივობის ხარისხი. და კიდე შეიძლება რაღაც სხვა კომპონენტი, აი რომ გამოვთვალოთ ზუსტად კიდე. აი, მე მე და შენ ვართ სიტყვაზე ერთი სიმაღლის, ერთი ასაკის, ბავშვი ტყუპები ვართ, ოღონ შენ ატანა არა გაქვს ბოდიბილდინგის და მე კიდე იოგას არ მივდივარ. ამიტომაც როცა გადავდივართ კოეფიციენტზე ფიზიკური აქტიურობის, იქ ვერ ჩამოთვლიან ფიზიკურად უბრალოდ ყველა სპორტის სახეობას. უყურე, მე დავდივარ ფიტნეს კლუბში. ვარ ფიზიკურად აქტიური, მაგრამ 15 წუთი დავდივარ სარბენბილიკზე, 45 წუთი ვარჯიშობ. ძალისმიერი ვარჯიშობ. მეც ფიტნეს კლუბში დავდივარ, მაგრამ მე 15 წუთი ვარჯიშობ. სიმძიმეებით და 45 წუთი ვარ აერობიკით დაკავებული. ანუ ბოდიბილდინგის პარამეტრს რო ანგარიშობ, ბოდიბილდერი აი საშუალოდ დღეში ჩვენ CCN-ის ბალანსს ვიცავთ უბრალოდ კოლეგიალური კალკულატორები. რამდენი საათი ანუ ეხლა მიშა ანდღულაძე იყო რაღაც გადაცემაში და დღეში 45 წუთი საკმარისიაო ჩემთვის თან ზოგისთვის. კი ბატონო, უყურე, მან არის ყველაფერი დამოკიდებული რამდენი სავარჯიშო პროგრამის ფარგლებში, რამდენი კუნთის ვარჯიში გიწევს ერთ დღეს. 45 წუთში შეიძლება თავისუფლად ჩატიო ერთი კუნთი, მაგრამ როცა 2 კუნთი გაქვს, ან 3 კუნთი გაქვს, ჯერ მარტო დასვენების დროები მისვლებს შორის, ასე ვთქვათ, საკმაოდ დროი აქვს. ამიტომაც შეიძლება ჩემი მიშიკო ერთ ვარჯიშზე ერთ კუნთს ავარჯიშებს. და მაგიტო თორე მე ეჭვება მიშა ძიას ფეხების ვარჯიში 45 წუთში ჩაეტიოს თან ძალიან. არ არსებობს, ამიტომ უყურე ჩვენ ვისვენებთ როდის ხო? ანუ დაღლილობიდან გამომდინარე, ჩვენი დასვენება შეიძლება იყოს წუთნახევარში მოხვიდე უსებ ასე ვთქვათ, მზად იყო რომ ვარჯიში შეასრულო, შეიძლება დაგჭირდეს უფრო მეტი. ამიტომაც ეს ვარჯიშებზეა დამოკიდებული ხდები. არის მაგალითად ბიცეპსის ვარჯიში ძალიან მარტივი, ერთსახსრიანი ვარჯიშები, მაგრამ მიდიხარ იქით და აკეთებ ზურგის ვარჯიშებს, ჩაჯდომებს აკეთებ, რომელიც არის მრავალსახსრიანი, უფრო ბევრი კუნთი ერთვება და მისვლებს შორის დასვენება თავისთავად ცოტა უფრო მეტი გჭირდება, იმიტომ რომ უფრო მაგრად დაგღალა პიროვნულად. ანუ ესე ვერ გათვლი რა, კი ბატონო არის 2 საათი რომ დარბაზში არ უნდა იჯდე, მაგდენი ვარჯიში არც არის კარგი მოვარჯიშესთვის, ამდენი დატვირთვა მე მის აღდგენაზე ძალიან დიდი რესურსი წავა და შესაძლებელია არც ეყოს, იმიტომ რომ ადამიანის ბუნებრივი ანაბოლური პროცესები არც თუ ისეთი ძლიერი არის, ასე ვთქვათ, და შეიძლება ასაკთან ერთად მით უმეტეს უფრო მცირდება და შესაბამისად აი ესეთმა კოლოსალურმა დატვირთვამ არ გამოიწვიოს შედეგი, ამიტომაც ბევრი ვარჯიში ბევრ კუნთებს ნამდვილად არ ნიშნავს. ხო, ესე იგი დანარჩენ ანუ ხო მაკროელემენტებს ესე იგი მეტნაკლებად დავარეგულირებთ. უყურე, ცილა ჩვენ მაგიტო ვთქვი, უყურე, ჩვენ ვიცავთ CCN-ის ბალანსს, ამიტომაც ჩვენ არაფერს არ ვითვლით, ასე ვთქვათ რა, კალორიებს არ დავდებთ. ჩვენ ვიცავთ მაგალითად ვინაიდან არსებობს თეორია რომ ნახშირწყლები არის ძირითადი კომპონენტი, ითიც ჩვენ წონაში ვიმატებთ, თუ მეტი არის საკვებში, ანუ თუ მაგალითად როგორ არის იცით რომ თუ მაგალითად პირველადი ენერგიის წყარო რაც არის ჩვენი ორგანიზმისთვის, ეს არის გლუკოზა, თუ ჩვენი ორგანიზმი ღებულობს პირველად ენერგიას სრულფასოვნად, ის არ ეძებს ალტერნატიულ გზებს. ამიტომაც
ის თუნდაც 1 და 2 გრამი კი არა, 1 აი 1 ხო ვიძახით რომ სიტყვაზე ეს არის მინიმალური რაოდენობა. უკვე 1 გრამიც კი ის 1 უკვე არის პროფიციტი და კუნთოვანი ქსოვილების წარმოქმნა უფრო ინტენსიურად გახდება. ანუ ახალი კუნთები წარმოიქმნება. ანუ განა 1 დაინგრა 1 აშენდა. ანა 1 დაინგრა და 2 შეიძლება აშენდეს. როცა რა თქმა უნდა ნახშირწყლებით სრულად აკმაყოფილებ ის ენერგომოთხოვნილებას. ამას ვერავინ ვერ დათვლის, რამდენი გჭირდება რეალურად. ამისთვის აგვაქვს ერთი ინსტრუქტორი, რომელიც არასდროს არ იწყვება. ეს არის სასწორი. კვირის განმავლობაში. ოჰო. მაგრამ სასწორი უფრო ისეთია, პირველი გეუბნება, შეიძლება კვირის განმავლობაში 100 გრამი მოიმატო, რასაც სარკე ვერ გაჩვენებს, მაგრამ ის გეუბნება, რომ შენ სწორი გზით მიდიხარ. ამიტომაც კვირის განმავლობაში, როცა შენ არ ახარ შიმშილზე, თუნდაც მომატების დროს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა შთანთქოს. იქ არის თუნდაც იგივე პროფიციტიც უნდა იყოს საკუთარი წონის 1%, ანუ ზრდა წონაში. წონის 1% ყოველ კვირა, ეს არის აი ძალიან კარგი წონის მატება, იმიტომ რომ აკონტროლებ, იმიტომ რომ შეიძლება წონა მოიმატო და 80% შიგნით ცხიმი იყოს ამ მომატებულ წონაში, ისევე როგორც დაკლების დროს 80% იყოს წყალი. რა აზრი აქვს ესეთ დაკლებას, ხო? ამიტომაც ეს კალორიული პროფიციტი და კალორიული, ასე ვთქვათ, დეფიციტით, ესეთი მინიმუმი, იმიტომ რომ ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი ბატონო არსენ 200 გრამი კალორიული დეფიციტი ცოტა არ არის? ეს არ არის მარტო დღეს. ეს არის ყოველ დღე 200 კილოკალორია. 500 აკეთებენ ხოლმე მინიმუმს, ზოგი 1000 აკეთებს. ანუ თქვათ მეკუთვნის 2000 კალორია დღეში და -500 ან -1000 და ეს ბევრია. ანუ იდეაში ძალიან სწრაფ შედეგზე არის რა ორიენტირება. ალბათ წესით მაგრიმით კილოგრამი უნდა დაიკლო კვირაში, რაღაცა ეგეთი ის არის. ხო, არ ვიცი, როცა ეგეთ კალორიულ დეფიციტში ხარ, ხო? ყოველთვის ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს კარგავს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია მინერალების რაოდენობის შემცირებასთან. აი, მარილის დონის შემცირება, ანუ ხილები, როცა ესეთი სწრაფი შაქრების ამოღება ხდება საკვებიდან, ხო? და გადავდივართ უფრო ასე ვთქვათ, აი ამ კრახმალის წყაროზე და რთული ნახშირწყლების წყაროზე, რა თქმა უნდა, ეს სხვა რაოდენობის სითხეს მოიხმარს და ორგანიზმიდან პირველი კვირა ყოველ შემთხვევაში რა დიეტაც არ უნდა დაიცვა, ჩათვალეთ 90% ორგანიზმი სითხეს კარგავს რა. და ეს არის ციფრი ხოლმე, რასაც სასწორზე ვხედავთ. და რაღაც ჩაები გავრცელებული, რაც ხშირია ძალიან და შემიძლია აი ეს მოიხმარს, ესეც ორგანიზმიდან წყლის იცი რა მაინტერესებს? ბოდიში შეკითხვა აქვს, ესე კვირაში, ესე გამარჯობა კვირაში, რამდენჯერ უნდა მივიღოთ ცილა? ალბათ თუ კვირაში 3ჯერ ვარჯიშობს. ანუ დანამატს გულისხმობს ალბათ მაიკო კითხულობს და ანუ ცილას ხო ჩვეულებრივად ყოველდღიურ რაციონში ვიღებთ, მაგრამ პროტეინზე არის ლაპარაკი დანამატზე? და ხო აი თუ დააკონკრეტებთ შეკითხვას, ანუ თუ გექნებათ შეკითხვები შეგიძლიათ მოგწეროთ და თუ გააზიარებთ, ანუ ძალიან კარგი იქნება ჩვენს ლაივს და შემდგომ YouTube-ზეც ავტვირთავთ ჩვენ YouTube არხი იოგას აკადემიის გვერდზე. შეგიძლიათ გამოიწეროთ ასევე, ხო. ნუ თუ მინდა გავცეთ როგორც ჩვენ გადავთარგმნით ეს კითხვა. თუ სხვა რამე იკითხავ, კიდე მოგწერთ. ხო, ვერ უნდა კვირაში რამე. ზოგადად ყოველდღიურად უნდა მივიღოთ ცილის გარკვეული დოზა, როგორც აღნიშნეთ, კილოგრამზე 1 გრამი. უყურე მუდმივობა იძლევა შედეგის გარანტიას. როცა მუდმივად შენ კალორიას ერთი და იგივეს ღებულობ ყოველ დღე მუდმივად. კვირის ბოლოს თუ ხას გაუსმო, რომ ჯანმრთელია ადამიანი, შეიძლება კონდეს ჯანმრთელობის პრობლემა არის ხალხს. შედეგი არ მისცეს, არის რა, თიროქსინი, ინსულინი, ბევრი და პრობლემებია ხოლმე ჯანმრთელის. მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი, როცა მუდმივად იცავს ერთი და იგივე კალორიას და თუ ეს კალორიაზე არის კალორიული დეფიციტი, არარეალურია, სასწორზე არ იყოს სხვაობა. თუ არ აქვს, ესე იგი იტყუება. ესე იგი ის კალორიული დეფიციტი, რასაც ის იცავს, არ არის დეფიციტი. მაგიტო ვიძახი, აი, საიდან მოვაქვთ ხოლმე, რომ მაგალითად აი 1500 კალორია ის ძალიან დაბალია და ის ადამიანი მაგალითად აი დიასახლისი რო ავიღოთ, ხო, სახლის პირობებშია. 1500? ხო, ვიღაცა იძახის, რომ რაღაც დაბალია და არ შეიძლება და რაღაცა 1000 კალორია. ადამიანი, რომელიც მაგალითად არ არის ფიზიკურ აქტივობას არ ახორციელებს, ხო? ზის სახში, ანუ კაცი იქნება, ქალი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ანა რამდენი კალორია უნდა? მაგას ვერ ვიტყვით რა. ხო, ახლა სახლის საქმეები კი, მაგრამ ზოგადად ვიძახი, რომ ხდება, აი ვინც ფიზიკურად არ არის, შეიძლება
ჩვეულებრივად 1500 კალორია, კონკრეტულად რა თქმა უნდა, ეს წონაზეც არის დამოკიდებული და იმ ასაკზეც, მაგრამ ეს კაცის შემთხვევაშიც? ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანს აქვს არააქტიური რეჟიმი და მას უთვლი რაღაცა კალორიებს, კალორიებს როცა უთვლი მას რაღაცას, ხო? ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ და მაინც ყველაფრის კონტროლი არის კვირის ბოლოს სასწორი, იმიტომ რომ მიუხედავთ იმისა, რომ ჩვენ თქვი რომ ვიცავთ CCN-ის ბალანსს, ანუ ცილა-ცხიმი ნახშირწყლის ბალანსს, გამურ რაოდენობაში ის CCN-ის კალორაჟია. ცილაც კალორია, ციფრებში რო გადავიყვანოთ ასე ვთქვათ, კალორაჟებში. კი, უბრალოდ ჩვენ ვიცავთ რა, ანუ აი სიტყვაზე ვიღაცამ მე 3 გრამი მინდა, ესე გადაწყვიტავს, ესე ხდება ზოგადად რა, გადაწყვიტავს რომ მე 3 გრამი ნახშირწყალი მინდა კილოგრამზე, და კვირის ბოლოს დადგება სასწორზე. თუ წონა იმატებს, ოკეია და თვის ბოლოს შემდეგ ესეთი კონტრაზომები არსებობს, აი სარკის გარდა კიდე სანტიმეტრი. ხო, გარშემოწერილობა და გარდა მაგისა კიდე კანისისკი. იმიტომ რომ ეს მომატებული წონა მიდის ძირითადად კუნთისა და ვისცერალური ცხიმის დაგროვების ფონზე თუ კანქვეშა ცხიმი მატულობს. თუ წონა იმატებს და კანქვეშა ცხიმიც მატულობს, ესე იგი ცოტას სუსნაობთ. იდეაში ესე იგი მე როგორც მივხვდი, ანუ შენ ანუ საკმაოდ ასე ვთქვათ, მეცნიერულად უდგები არასწორ ხაზოვნად, არამედ ყველა კომპონენტს ითვალისწინებ. მაგითო არის, რომ მაგალითად აი რაღაც დაზეპირებულ რეცეპტებს რო ასწავლიან და უშუალოდ შეიძლება ინტერნეტში შეგხვდეს ეგეთი, რომ თქვა ვიღაცა გეუბნება, აი ეს არის სწორი გზა და ეგ შეიძლება ვიღაცას დაემთხვეს და გამოადგეს ეგეთი რჩევა, მაგრამ ძირითადად ადამიანის ცხოვრება კომპლექსური არის, ანუ შენ ესე უყურებ. და გააჩნია რასაკეთებ, ვინახარ, რა მიზანი გაქვს, როგორია შენ ჯანმრთელობის მდგომარეობა და მაგიტო არის, თქვათ, ფიტნეს სპეციალისტები. ხო, ვისაც აქვს საშუალება მიმართავენ სპეციალისტებს, ვისაც არა, ალბათ რაღაც კუთხით ახლა ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მოусმინოთ ახლა შენს რა რჩევებსაც აძლევ. მაგრამ მაგიტომაც არის ხოლმე ჩვენთან მაგალითად აი სკოლაში მაგალითად არა მარტო დამწყებები მოდიან, ბევრი მოდის უკვე ფიტნეს ინსტრუქტორი, იმიტომ რომ ჩვენ სკოლაში საკმაოდ ისეთი ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ხალხი ყავს, მაგალითად ჩემი პარტნიორი ხალხთა კუთხით მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუქტორი არის საქართველოში, იგივე პრაქტიკებს ვინც ატარებს ბიჭი, ისიც ასე ვთქვათ ძალისმიერ სპორტში საქართველოს ჩემპიონია ბოდიბილდინგის კატეგორიაში, ჯგუფურ ვარჯიშებს ვინც ატარებს, საერთაშორისო არის და ზუმბა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო. ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ იმისი ამბიცია და გვაქვს აღებული ჩვენ თავს გააზრებული გვაქვს ის პასუხისგებლობა იმ ხალხის მიმართ, ვინც მოდის ჩვენს მოსასმენად იქ. ამიტომაც ვცდილობთ რომ ეს ჩვენ რასაც გვიწვდება ხელი, მიგვიწვდება იმ კვლევებზე, რომლებიც წეღან თქვი, რომ არა ჩვეულებრივ ხალხზე ან ავადმყოფებზე ტარდება, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ჯანმრთელობის გაუარესების მქონე პირებისთვის, არამედ კვლევები ტარდება სპორტსმენებზე. იმ კვლევებზე მიგვიწვდება ხელი და ისე იცვლება დღითი დღე ყველაფერი, რომ აი შეიძლება გუშინ რომელი დიეტაც, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, დღეს მაგალითად საერთოდ გაქრეს იმიდან სფეროდან. სწორხაზოვანი ის აი არც ერთ სფეროში არ ამართლებს რა, რომ აი რაღაცა დაზეპირებული რეცეპტებივით, არავინ, ალბათ იშვიათი. ერთი სწორხაზოვანი რაც არის, ეს არის კალორიული, კალორია ჯამში, კალორია ან დეფიციტში ხარ ან პროფიციტში, მაგრამ ის რომ აი ეს ჭამე და შენ აუცილებლად იქნები კალორიულ დეფიციტში, ესე არ ხდება. ხო, ანუ იშვიათად იმატებენ ცოტა ჭამით, მარტივად რო ვთქვა, ხო, ადამიანები, ანუ ესე ხო, ანუ უყურე, თუ რაღაცა ადამიანი არ უნდა სხეულს არ უნდა აგრძნობინო ის, რომ შენ ძალით აკეთებ ამას. ძალით ნახე мотиваცია რა არის, რომ მე თუ შინაგანი შეგრძნებიდან კი არა, გარეგანი კომპლექსიდან გამოვდივარ. ეგ არის ძალიან ცუდი. რომ ადამიანი თავს რაღაცნაირად შეიძლება საზოგადოება აგრძნობინებს, სტანდარტები აგრძნობინებს, მაგალითად რომ თქვათ ძალიან გატრენდდება და უშუალოდ აი სხეულის ესეთი დემონსტრაცია და რაღაცა, როცა ჯანმრთელობას აი ეს დემონსტრაცია და ასე შემდეგ უწყობს ხელს და მე რაღაცნაირად შენ სოციალურ ქსელს რო სკროლავ და რაღაცა მე შენზე ეს მოქმედებს, ანუ ეს გაკომპლექსებს და ამ мотиваციით ძალიან ცუდია პრაქტიკა. ძალიან ბევრი უყურებს, ანუ ვიღაცას და უნდა რომ მას მიიბაძოს. ეხლა ჩემ დროსაც იყვნენ ბოდიბილდერები, ვისაც უყურებდი და ისინი იყვნენ ჩემი мотиваცია რეალურად რა. მაგრამ უყურე
მიბაძო და კონდეს ასე ვთქვათ, მიბაძვის ობიექტი ეს ძალიან კარგია, მაგრამ მისი კლონის შექმნაზე მუშაობა ეს არის დამღუპელი. ეგ კიდე სხვა არის, ანუ ეგ რაღაც მომენტში სპორტული აზარტი ახლა თქვათ, მესი რომ მოგწონს და ის ინსპირაციას გაძლევს, ეგ სხვა ეგ პოზიტიური რაღაცა არის რა. ფიტნეს ინფლუენსერებს რო უყურებენ ხოლმე მაგალითად რა, არა მარტო ჩვენთან კაცო, მთელს მსოფლიოში ესია რა. ფიტნეს ინფლუენსერი გოგოშკები, რომლებიც იღებენ ფოტოებს, დებენ და არიან სულ მუდმივად წელი კაი ფორმაში. ესე არ ხდება. ძალიან ჩაოლებრივი მარკეტინგია უყურე, მაგალითად კონტრაქტს ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები რა, კონტრაქტს იგებს ვიღაცა კომპანია, შენ ხარ ფიტნეს ინფლუენსერი და ამ კომპანიის ბრენდის ტანსაცმელში მაგალითად თვეში 1-4 ფოტო უნდა დადო. მთელი წლის განმავლობაში. მთელი წელი დიეტაზე ადამიანი ძალიან რთულია რო იყოს და ფორმის შენარჩუნება. ამიტომაც მიმართავენ ესეთ რაღაცას. ამოიღლიავებენ 1 წლის საყოფ ტანსაცმელს. მიდიან ფოტოსტუდიაში, მარკეტინგია ესე მუშაობს. გადაიღებენ იმდენ ფოტოს, რამდენიც საჭიროა, რომ მთელი ეს კონტრაქტის პირობები შეასრულოს. ისე და დებს ვიღაცა, ანუ ადამიანი, ვისაც ფულს იხდის და ამის სოციალურ ქსელს ყურადღებას აქცევს რა. სათო კონტრაქტს შეასრულებს. უბრალოდ ვიძახი, იმიტომ რომ არ არის მათთვისაც მარტივი ეს ყველაფერი, რთულია ყველასთვის, მუდმივად კალორიულ დეფიციტში ყოფნა. მით უმეტეს გოგოებისთვის რატო არ თუმცა ესეც გოგოს ხეული ისეთია რომ +-1 კილოში საკმაოდ ცვლილება ეტყობა რა და მათაც უჭირთ, მაგრამ ისინი იძულებულები არიან ეს გააკეთოს და ამას მე რო უყურებს ვიღაცა რომ გაგანია იანვარში შე რო ჩაფუთნული ხარ და ის კიდე მაგარ ფორმაშია და პრესით ფსიქოლოგიურად მაგრაც უდათ მოქმედებს ამ ხალხს რა. ხო, ეგ არის ცუდი თორე ის პირიქით სპორტული ინსპირაცია ძალიან მაგარი რაღაც არის ახლა თქვათ უყურებ რომელიღაც სპორტსმენს და თქვათ მაგას რატომაც არა მიბაძო ბევრი პროფესიონალი სპორტსმენები მაგალითად ამას არაკეთებენ იმიტომ რომ მათ აქვთ off season. როცა წონაში იმატებენ და არიან ახებივით რა და ხვდებით ეს არ არის bullshit ეს რეალობაა მაგრამ ვიღაცა ინფლუენსერი რომელიც ასე ვთქვათ მთელი წელი ფორმაშია და ღმერთმა დაიფაროს ძალიან ბევრი ესეთი ასე ვთქვათ მიმართულების ანუ თლად პროფესიონალი ბოდიბილდერები ბიჭები არა, მაგრამ აი ინფლუენსერები ფიტნესის სფეროში ძალიან ცუდი ტენდენცია არის, ძალიან ბევრი იხოცება, ძალიან ახალგაზრდა ასაკში, რომ მთელი წელი ესეთ ფორმაში დაბალი ცხიმის პროცენტულობის შენარჩუნება პირველ რიგში ურტყავს გულსისდარტო სისტემას. იმიტომ რომ ქოლესტერინის დონე ჩვენ მარტო ცალმხრივად გვესმის, ვთქვი, აი ქოლესტერინი ცუდი ბიძია, ეს გვასწავლებს, მაგრამ ორი ქოლესტერინი გვაქვს და ის მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის გარეშე ადამიანის გული ხო LDL ქოლესტერი ხო ანუ ზოგი არის ახლა მაგალითად რომ ბუნებრივად არ აქვს რაღაც ცხენი და შეიძლება რაღაც ეგ კიდე თალკეთება ბუნებრივად რო არ აქვს და ეს ბუნებრივად დაბალ ცხიმს რო ატარებენ ძალიან ბევრი მიდის ფიტნეს კლუბში იმისთვის რომ წონაში მოიმატოს ყველა დასაკლებად არ მიდის ანუ ექიმთან მიდიან არის ყოფილა შემთხვევებიც რა რომ ექიმთან მისვლა და ექიმს უთქვი წადიშვილო წონაში მოიმატე ხო ეგეთი ხო გასაგებია ხო ანუ შენ ძალიან კომპლექსურად თუდგები ამ საკითხს და იმიტომ რომ როცა ფიტნეს ეს ხო არის რაღაც ფიტნესი ეს არის რაღაც სამკურნალო დაწესებულება რა ჩვენთან მოდის სხვადასხვა პრობლემებით ხალხი და ჩვენ როგორც ინსტრუქტორები ვალდებულები ვართ მოვერგოთ აი ამ პრობლემას ამიტომაც ჩვენ გვაქვს რა ასე ვთქვათ ვალდებულება და იძულებულები ვართ სხვადასხვა სფეროს დავეკითხოთ ხშირ შემთხვევაში რა და მივიღოთ იქიდან ინფორმაცია. ანუ მე ვარ და ჩემი ნაბადი ესე არ ხდება. ხო. მე კონდა გვისუსტა კვირაში 3-ჯერ ვარჯიშს გულისხმობ და ცილის მიღებას. კვირაში თუ 3-ჯერ ვარჯიშობ, რამდენი ცილა უნდა მივიღო, ხო? სავარაუდოდ ესე იყო. კი ბატონო. როგორც წეღანა ვთქვი, ასე ვთქვათ, მუდმივობა აუცილებელია, ანუ სტაბილურად ადამიანი უნდა იღებდეს ცილას, იმიტომ რომ როცა კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობ, იქ გვაქვს კუნთის ჯგუფები, მაგალითად დიდი კუნთის ჯგუფები, რომლებსაც მიეკუთვნება ფეხის კუნთები, ასე ვთქვათ, ბარძაყის კუნთები, ზურგის უგანიერესი, ну, გოგოები მკერდის ვარჯიშებს არაკეთებენ, მაგრამ არ ჭირდებათ, მაგრამ მკერდის კუნთით შედის დიდი კუნთების ჯგუფში, მაგალითად აი თუ ესე დავყოფთ, ხო, კომპლექსს კვირაში 3 დღე, მათი აღდგენის დროებიდან და ზოგადად კუნთის აღდგენის დროდან გამომდინარე, ხო, მარტო ვარჯიშის დროს შეჭამო, ესე არ გამოვა. ამიტომაც რაღაცა კონკრეტული ცილების რაოდენობა იქნება ეს 1.1, 1.2, 1.3 თუ რამდენი გრამით თვითონ შეარჩევს ადამიანი თავისთვის
თუმეტეს ინსტრუქტორი არ აყავს, ხო? ამას დაკვირვება ჭირდება, შენ გულისხმობ, რომ დაკვირვება ჭირდება, ხო და სასწორზე კონტროლი. ხო, კონტროლი, ანუ შეიძლება კი გამოთვალო მაგას გულისხმობ ფორმულით, მაგრამ ერთი თვე რო გავიდეს, მე აღმოჩნდეს, რომ მეტი დაგჭირდა. აი, ეგ არის ძალიან შეცდომა ხომე, რასაც უშვებენ ძალიან ხშირ შემთხვევაში. უყურე როგორ არის მაგიტო ვადარებ ხომე, აი თუნდაც იგივე იოგა იქნება, ჯგუფური ვარჯიშები იქნება რაღაცა სპორტ და ფიზიკურ აქტივობაში, სადაც მონაწილეობას არღებულობენ დამატებითი დატვირთვები, რომლის პროგრესირებაც პარალელურად ხდება, ხო? ხო. ამათი დათვლა შეიძლება. ანუ აგარი პროგრამა, მაგალითად, ხო, იოგაში გააქვთ პროგრამა და მეტნაკლებად შეიძლება რა ფიზიკური აქტივობა ადამიანმა დაითვალო, იმიტომ რომ ყოველ მოსვლაზე მეტნაკლებად ერთი იგივეა, მაგრამ უყურე, მე დავიწყე რატო გადადიან ხოლმე მარტივად კალორიული დეფიციტიდან შიმშილში. მოვიდა დარბაზში ადამიანი, გამოუთვალეთ კალორაჟი სიტყვაზე, დავცვით 200 კალორიანი, 300 კალორიანი დეფიციტი და დავიწყეთ ვარჯიში. ყოველი მისი პროგრესირება დატვირთვაში ზრდის კალორაჟის მოთხოვნას. ანუ დღეს რო შენ 5 კილოიანი განტელით ვარჯიშობ და ხვალე 10-ით ვარჯიშობ, ამას ნაკლები უფრო მეტი კალორია ჭირდება. ამიტომაც უკვე საჭიროსა და მიღებულ კალორიას შორის დეფიციტი იზრდება. მაგრამ იოგაშიც მე რა ვიგულისხმე, იცი რომ კი დაიწყო და დაუშვათ გამოთვლადი არის, თქვათ და მეტნაკლებად ერთი ის არის. და მაგიტო უნდა გაყვეს თქო, მაგის თქმა მინდოდა. იმატებს ადამიანი წონაში კალორიაც მიყვება, იკლებს და კალორიაც უნდა კლებულობს. ხო, მაგრამ შეიძლება თავიდან კი გამოთვალა, რამდენი ჭირდებოდეს, მაგრამ მე ერთ თვეში აღმოაჩინა თუნდაც იგივე დატვირთვით იოგაზე, რომ დააკორექტიროს. მაგრამ მე შეიძლება დაასტაბილუროს. არ დგას კალორია მაგიტო ვიძახი, რას ქვია კალორია ვიღაცამ დამითვალა. მე რობოტი ვარ, ანუ ერთი და იგივე მოძრაობას ვაკეთებ, ერთი და იგივე რაოდენობას, ანუ ცოცხალი ადამიანი ვარ, ხო, ცოცხლები ვართ, ანუ როგორ უნდა დაითვალო კალორაჟი თუ დღეს მაგალითად 5 ნაბიჯით მეტი გადაადგი, უი. ხო. არასწორად მოვიქეცით, გადახარჯვა მოხდა, ასე ვთქვათ, ხო? არასწორად, ყოველთვის კორექტირება ხდება, შეიძლება კვირაში ერთხელ მოხდეს, შეიძლება თვეში ერთხელაც დაჭირდეს ამას კორექტირება. ამისთვის არის, ამიტომაც მე ესე ვიძახი ხოლმე რა, სასწორზე სანამ ციფრი ტრიალებს იცვლება. ხო. თუ იკლებ და იმაინც. ხო. ესე იგი, კარგად აკეთებ და როცა უკვე შეჩერდება და ის, მე ცოტა წაუმატე თუ მომატება გინდა, თუ დაკლება გინდა, ცოტა დააკელი. ამიტომაც რაღაცა ინო X წერტილი გვინდა ყოველ შემთხვევაში. მთავარი პრობლემა არის X წერტილის პოვნა რა. საიდან დავიწყოთ? საიდან დავიწყოთ, ხო. ამიტომაც არის ძალიან ბევრი ფორმულები. ხო, ძალიან ბევრი ფორმულებია და აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ალბათ ისიც პრობლემა იქნება, რომ ხშირად შეცვალო და ეს, ანუ რაღაცა X წერტილიდან ნელ-ნელა სტაბილურად უნდა განავითარო, რომ დაკვირვება შეძლო შენ თავზე. უფრო როგორ იცი, უყურე, ყვევითი ჩვევის შეცვლა არის ყველაზე რთული მომენტი. ეხლა ნახე, მე როგორც მიყურებ, ეხლა ვარ 83 კილო. ზუსტად 27 კილო მაქვს დაკლებული. 3 იანვარს კახელი კაცი რო ახალ წელს დიეტას დაიწყებს. 3 იანვარს დავიწყე დიეტა და პირველი რაზეც დავიწყე მუშაობა ეს იყო გაფუჭებული ჩემი კვებითი ჩვევები, იმიტომ რომ ჭამდი ბოლო ჭამა მქონდა ღამის 3 საათზე. ვიან ვიძინებ, იმიტომ რომ ონლაინ ლექციები მაქვს, მე ხო იცი ტვინი რომ მუშაობს, არ გაძინებს რა, ასე ვთქვათ და 3 საათზე ვჭამდი ბოლო ჭამავს, მქონდა 3 საათზე. და დიეტაზე რო დავდექი, გადავწყვიტე რომ всё 10 საათის მერე აღარ შევჭამ. და მეც კი, აი მაგიტო ვიძახი, რომ მე ვეუბნები ხოლმე ჩემს ფენდელებს, რომ აი მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, თქვენაირი ადამიანი ვარ, ანუ რაღაცა სხვა სხეული არ გამაჩნია. ისე გამიჭირდა 10 საათის მერე აი ორგანიზმი მთხოვდა. სულ რომ დამეკმაყოფილებინა შეგრძნა ისა რა ქვია, საკვების რაოდენობა აი ეს იყო უკვე ჩვევა. 1-2 კვირა არის ხოლმე სან გადასვლის, ხო? ჩვევა, აი ამ დამ საათზე მე მთხოვდა ორგანიზმი ჭამას და ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ ყველაფერში არის ის, რომ პროტეინები და პროტეინის პუდინგი დამეხმარა ძალიან მაგრად. ეგ თემა არის, მაგრამ მე მგონი ჯერ მანამდე სხვა თემა ქონდა, ხო? ვეგეტარიანობა. მე ჩამხსენით ვეგეტარიანელობაზე. აი, ხართ თქვენი აზრი ზოგადად რას ფიქრობთ? არა, ძალიან საღათ ვუყურებ ამას. მოდი პირველ რიგში შევეხები ხოლმე ამ რაც არის ის, რომ აი რაღაც რადიკალური მოთხოვნები, ხო? მაგალითად არის საზოგადოება ვეგანის საზოგადოება, რომლებიც რაღაც მკვლელებო ესე ეძახიან ხალხს, ვინც ხორცს ჭამს. ეს არის ძალიან სიცულელე, ხო? არ შეიძლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი თვითონ ირჩევს იმას თუ რა ჭამოს და ეს გამოწვეული არის მისი გვემოვნებიდან,
რისი სურვილი აქვს მიირთვას, მორჩა. თუმცა ესეც არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ ვეგანური საკვები მაინც და მაინც იღებენ წონაში და გაკლებინებს პირიქით ნახშირს და ეგეთ არის ავსები. ნუ წონის კლებისთვის ალბათ უფრო ნაკლებად ვიმართა. არა, თუ ადამიანი ვეგანია, ანუ წონის კლების გამოვარ. ხო, ანუ და არ უნდა რა წონის კლება რა, პროსტა გადავიდა ვეგანობაზე. რა თქმა უნდა, მასაც უწევს ჩვეულებრივად იგივენაირად კალორიული ბალანსის დაცვა, როგორც არის. უბრალოდ ეხა პრობლემა არის რაში? პრობლემა არის იმაში, რომ ადამიანი ეს არის უფრო ცხოველთან ახლოს, ვიდრე ყვავილთან ახლოს. და მას ჭირდება ცხოველური ამინომჟავები. ვეგანობის უფრო, ვეგეტარიანელობის შედარებით ნაკლებად. ვეგანობის პრობლემა ძირითადი არის ამინომჟავების სრული კომპლექსის მიღება თითოეულ საკვებში. იმიტომ რომ ერთადერთი ასე ვთქვათ, მცენარე, რომელიც შეიცავს ყველა ამინომჟავას და მაგიტომაც არის რომ ვეგანური საკვების 90% სოიოზე მზადდება, სოიო შეიცავს ყველა ამინომჟავას. ჰიბრიდული პროდუქტია და ცხოველურ ამინომჟავებს შეიცავს. ეს იმითოა პრობლემა, რომ უყურეთ ის რომ ადამიანი კარგად გრძნობს თავს, არ ნიშნავს იმას, რომ მის ორგანიზმში ყველაფერი მაგრად მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ანალიზები არსებობს, თვითონ ვეგანები ცდებენ, რომ მაგალითად ისეთი ჰორმონები, როგორიც არის მაგალითად ტესტოსტერონი და თუნდაც იგივე ესტროგენი გოგოებში და სხვადასხვა ჰორმონები, მინიმუმს ანუ სამკურნალობა არ ჭირდება, მაგრამ უფრო მინიმუმისგან არის, იმიტომ რომ ცხოველური საკვები ჭირდება, ცხოველური ცხიმი ჭირდება ყველაფერს რა. და აქეთ არის უბრალოდ ცოტა დაბლა არის ჩამოწეული, მაგრამ ის რომ ეხა ვინც ვეგანია 100 წელი იცოცხლებს და ვინც ხორცს აჭამს, მასის სხეული დალპება და 78 წელსაკში მოკვდება, ესეთი რაღაცა არ არსებობს რა. არ არის რეალურად ჯერ მეგეთი კვლევები ჩატარებული, ხო? ეს თაობა ჯერ ვეგანების არ მისულა 100 წელზე ჯერ და არ ვიცი. ზოგადად რა არის, იცი რომ ანუ პირიქით იყო რომ თქვა ვეგანებს ხო არ აქვს რამე დეფიციტი და მე რომ ნახე რა არის, იცი რომ თუ ადამიანი ახერხებს ბალანსს, რა ანუ ნებისმიერი ფორმით ჩვეულებრივად შეუძლია რომ დააბალანსოს. აი, უყურე მიკრო და მაკრო ელემენტების კუთხით, ანუ ვიტამინები, მინერალების კუთხით, თქვენ უფრო თქვი რა, ანუ ვეგანები უფრო კაი ვარიანტი არის, იმიტომ რომ სწორედ ნახშირწყლის წყაროები, მცენარეული საკვები, ეს არის ძირითადად ვიტამინებისა და მინერალების წყარო. ამ კუთხით კი, მაგრამ აი სხვა მინერალები, რომლებიც მაგალითად არის ცხოველურში და ის ცხოველური ამინომჟავები და ცხოველური ცხიმები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სხეულისთვის. მაგრამ ეხლა განსხვავება რა არის? უყურე, მაგიტო ვიძახი რომ ყველა ნებისმიერი საკვების მიმართულება შეიძლება ადამიანმა აირჩიოს, მაგრამ მე ვთხოვდი რომ ჯერ ეს ყველაფერი შეისწავლოს. ხო, ეგ არის მნიშვნელოვანი. გაერკვიოს რა არის მასში სუსტი მხარეები რა. კეტო დიეტა მოყავთ ისე სასწაულად, ხო, მაგრამ ძალიან ბევრი მინუსი აქვს, მაგაზე თუ გვექნებათ რომ ვისაუბროთ. როცა შენ გეუბნებიან რომ კი ბატონო, შენი საკვები შენი არჩევანია, მაგრამ შენ გექნება ასეთი რაღაცა დეფიციტი ამა თუ იმ ნუტრიენტის და ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ეთერს გარეთ, რომ ანუ არსებობენ ბოდიბილდერები, რომლებიც არიან ვეგეტარიანელები, კაცო ჩვეულებრივად, მაგრამ მათ უჭირთ, თვითონვე იძახიან, რომ მათ უჭირთ დიდი კუნთური წონის შენარჩუნება, იმიტომ რომ ცოტა რთული არის იმდენი ცილის მიღება მცენარეული საკვებიდან რა. და აქედან გამომდინარე, მათ უწევთ მერე დანამატებით გამდიდრება პროდუქტი. ვეგანური პროტეინები. მაგრამ ეს უბრალოდ უნდა იცოდე რა. ისევე როგორც შენო თქვი, ახლა მაგალითად ძროხის ხორცი მძიმე არის, მაგის რაოდენობაც მნიშვნელოვანი ასაგზეც არის. კარნივორი საზოგადოება შეგონია კარგად არის, ან ისევე ჭირდება. მაგიტომ ყველაზე კარგად ვართ საზოგადოება, რომლებიც ყველაფერს ჭამთ რა. თუ ჩვენი ორგანიზმი ინსტინქტურად გვეუბნება რა, დღეს მაგალითად სალათი გვინდა, ხორცი გვინდა თუ ის გვინდა, ეს მოდის აი აქედან. მაგრამ სოიო, ახლა სოიო რო თქვი, ხო სოიოში რამდენი გრამი იქნება, თქვათ 20-დან 30 გრამამდე იქნება, ხო? არის. მაგრამ რო ხარშავ მე ხო არა, ცილას არაფერი არ ემართება. ნახე წყალის ლობიო ხო ეგრე არის. ცილა ლობიო ცოტა უფრო ისეთი არის. ანუ 8 გრამზე 100 გრამზე 8 გრამზე ჩამოდის, რო ხარშავ, ხო? ან 24 გრამი და უმს ხო არ ჩამ. უყურე მაგას ვიძახი, შენ უმს წონი, ახლა მაგითად ვიტყვი მაგასაც რა, იმიტომ რომ მაგალითად ბოდიბილდინგშიც ეგრეა, საკვებს ხო წონით კაც. მარცვლეული
იწონება უმდგომარეობაში და არის 24 გრამი. ცილოვანი იწონება მოხარშულ მდგომარეობაში უკვე. შენ რომ მაგალითად ხორცი? ხო, შენ რომ მოხარშული ლობიო ვაწონო 5 მარშლისგან გამოგივა 100 გრამი და ეს არ არის გარანტია რომ ის არის. შენ უმი უნდა აწონო და იმის მიხედვით რომ მაგიტომ იცი ხა სოიოს ხო არ ახარშავ და ხო არ აჭამ, მაგრამ ის სოიოს პროტეინი, სოიოსგან დამზადებული სხვა პროდუქტი, ის უკვე ქარხნულად არის ხვდები, ანუ დეჰიდრირებულია, წყალი ამოღებულია. ისანის და იმ პროდუქტში პირდაპირ გიწერს რომ აი ამ ჩემ პროდუქტში 100 გრამში არის ამდენი ცილა. ხო, პირდაპირ რო შეჭამო, არა, პირდაპირ სოიო, არა. 9 კილო უნდა ჭამო. 9 კილო რო ჭამო, გახეთქავს კიდევ შუაში, არა. ლობიო ცეგრე. ლობიო ცეგრე სიზავს. უბრალოდ ეს არის გამოსავალი და მაგიტო არის არსებობენ კიდე აი ვეგანი იყო ერთი ბიჭი და ვეგეტარიანელიც არ იყო და მან თქვა რომ ძირითადი პრობლემა მე რაც მაქვს ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამინომჟავა ცხოველური ტიპის ეს არის ლიცინი და არა და დღიური ნორმა არის სულ 1 გრამი. აი ამ ამინომჟავის დღიური ნორმა არის სულ რაღაც 1 გრამი და მაგ გამოწერილი ცალკეო და იმას ვხებულობ. ისეო მურჩა, ანუ შეისწავლა ადამიანმა კვება, თვალი გაუსწორა იმას, რომ ამ კვებაშიც კი არის რაღაც მინუსები და რეალურად აზროვნებს და არა ის რომ ჩემი კვება არის მხოლოდ საუკეთესო. ხო, არა, მართლა შესწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ უბრალოდ რო გადავალთ იმ რეჟიმზე, მე სხვადასხვა მე იოგაზე გეტყვი რა, იოგაში როგორი სიტუაცია არის, ანუ იოგა უძველესი ტრადიცია არის და რაღაც პერიოდში შედის იოგურ ასკეტიზმში, ანუ ეს ვეგეტარიანობა რა. და ანუ ესეთი ტრადიცია არის, ოღონდ იქ მოტივები, რა თქმა უნდა, ის არ იყო ახლა რომ მაგალითად ფიტნეს მოტივები არ იყო, ანუ ეს რაღაცა ზიანის მიყენების თემა იყო, მაგრამ იყვნენ ისეთი მიმდევრებიც, რომლებიც ძალიანაც ვეგანები იყვნენ, ანუ სხვა მიმდინარეობა ინდოეთში, ანუ ჯაინისტები რა. ხო და მე ანუ ნახე როგორ არის იოგა ძალიან ახლოს არის ბუდიზმთან და ბუდიზმი ინდოეთიდან რომ შევიდა ჩინეთში, იმათ ძალიან უყვარდათ ხორცი. და მე იყო ანუ რაღაცა ეს რაღაცა დისკუსიები რომ ანუ არ არის საჭირო ეს რიტუალები ხორცით და რაღაცა და მაგრამ ტიბეტში რომ შევიდა, ანუ ტიბეტში სხვა საჭმელი არ არის და ტიბეტში ეს საკითხი არ ზამდგარა, ანუ აი ძალიან ხშირად ვაყავთ ხომ ეს ტიბეტელი ბერები მომდევნები არ უჭამიათ იმკაც მწვადი ცხოვრება, აბა გაასინჯე და ანახე ღორის როგორ არა პირიქით მთელი ცხოვრება იმას ჭამი მწვადს. ხო, მით უმეტეს. ანუ ბუდა თვითონ გარდაიცვალა იმით რომ ღორის ხორცი მოიწამლა. იცოდი? ახალი რო ყოფილიყო ეგ არ დაემართებოდა. არა, თან რამდენიმე საუკუნე ბუდიზმი არ იყო ვეგეტარიანული, ანუ თვითონ ბუდა ანუ მაგდროს იყო ესე რომ რასაც სიშოვი, ანუ არ უნდა თქვა უარი საკვებზე, მაგრამ შემდგომ ანუ ეს ზოგიერთი მიმდინარეობა ანუ ძალიან გავრცელდა, მათ შორის იოგაში, მაგრამ ეგ როგორი უცნაური კვება არის, იცი რომ ზოგიერთი რძის პროდუქტიც აკრძალული იყო, მაგრამ ლოგიკა აი მაინც რატო იყო ისინი აკავშირებდნენ ძველ ხალხურ მედიცინას და მაგალითად ასევე აკრძალული იყო ანუ ხახვი და ნიორი, ანუ ეხლაც რო კითხო რა და მე რო გადავხედე აი რასაც შენ ამბობ, ანუ სამეცნიერო შეხედულებებს, რომ რეალურად რას ეფუძნება, ანუ ერთი არის რომ შენ რაღაცა იდეური მოტივით უარს ამბობ ცხოველებზე ცხოველის ხორცზე, მაგრამ მეორე არის რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მეც მაგეთ გადავიხარე, რომ ეს განცალკევებულ კვებას არავითარი მეცნიერული საფუძველი არ აქვს. ან იმ შეხედულებებს, რაც აიურვედაში არის, რაღაცეებში ემთხვევა თანამედროვე მედიცინას, მაგრამ არაფერი ისეთი საფუძველი არ აქვს და თვითონ იოგა არის ისტორიულად ეგეთი ტრადიცია, რომელიც სიახლეებს მუდმივად მიყვებოდა, ანუ მეცნიერულ სიახლე ის ეხლა რა ვამბობთ ინდური მედიცინა აიურვედა ის იმდროინდელი მეცნიერება იყო და მუდმივად მიყვებოდა და თანამედროვე იოგებიც რა თქმა უნდა მიყვნენ იმ თანამედროვე შეხედულებებს რაც ეხლა არის რა ანუ არ უნდა ჩაიკეტონ იმიტომ რომ თვითონ მაგას ვამბობ შუა საუკუნის იოგებიც ამ შეხედულებებს მიყვებოდნენ, აი რაღაც ახალი შემოვიდა კვებაზე. ხო, თუ არ გავითარდა ნებისმიერ შემთხვევაში ჩაიზირება, რა უნდა მიყვეს იმ მოთხოვნებს რაც არის და მაგიტომაც არის რა ფიტნესის დღეს რა სახითაც არის, ჩემ დროს მაგ სახით საერთოდ არ იყო. და ეს მოთხოვნები რაც დღეს გააჩნია. ნუ რავი, რა ჩემთვის აი თავარი ყოველთვის მოტივი იყო ხოლმე ის რომ მე უსმენ ჩემს სხეულს. მაგრამ ამის ისწავლაც გინდა შენ სხეულს, რომ უნდა მიხვდე რა, უნდა შეისწავლო და
მივხვდი რა ჯერ ერთი თუ რომელიმე პროდუქტი ანუ მივხვდი იმას რომ არ არსებობს პირველ რიგში რაიმე კონკრეტული პროდუქტი ჩვენ გვასუქებს არა რაღაცა პროდუქტი არამედ რაოდენობა რაღაცა პროდუქტის რაოდენობა ნაკლებობაც და მეტობაც ანუ ელემენტარულს გეტყვი თითქმის ისა რა ქვია ერთი ასაკისებნი ვართ აი გახსოვს ჩვენ იმაში იყო 1 გრამი ნიკოტინი ცხენს კლამს და აშვები 1 გრამი ნიკოტინი იმდენი ღერი სიგარეტია მთელ კორპუსს დააძინებს ანუ უბრალოდ ეს იყო რაღაც გამოთქმა რომლითაც აშინებდნენ ახალგაზრდებს რომ არ მიკარებოდა ამ საძაგლობას რა და დღეს მაგალითად იგივე შაქრის შემცვლელებზე რო არიან ყველა უკვე წერს და ზეგიძლიათ დაგუგლო ელემენტარულად ან ChatGPT-ს კითხო რამდენი უნდა დაილიოს კონკრეტული პროდუქტი აი ამ შაქრის შემცვლელით რომ გამოიწვიოს გართულება ჯანმრთელობის სიკვდილზე არ მაქვს ლაპარაკი გართულება და წერია სადღაც 40 ლიტრა დღეში ანუ შენ გულისხმობ მე არ ვიცი ანუ ეგენი ან შაქრის შემცველები ანუ ასპარტამზე და იმაზე არის ძალიან ისეთი დევნა რა და გეგონება სხვა პროდუქტებში ეს უშაქრო და გემრიელს რო ჭამენ ნეტა იმას რითი ატკბობენ სტევია პერა დამატკბობილი ვინ ამდენ სტევიას ვინ მოხსენს ზიანა 2 კაპიკი ჯდება ბიზნესის სფერო ხო იცი რაც იაფია და კარგად მუშაობს სტევია კი ბატონო სტევია ძალიან 25 ლარი ღირდა რამოდენი 250 გრამი თუ რაღაცა მაგალითად შემხვდა ამასთან ძალიან კაი დამატკბობელია იმიტომ რომ შაქრის შემცვლელია იმ თვალსაზრისით რომ ბუნებრივია სცენარის პროდუქტია და ის არის ხელოვნური დამატკბობელი. ნუ მოკლედ აი სოციალურ ქსელში არის აი ძალიან ისეთი ბევრი ინფორმაცია გამოფილტრული აი რაღაცა ხალხის აყოლიებაზე მორგებული. მაგიტო წეღან მინდოდა მეთქვა ვეღარავდი ანუ რა გამოვიდა სანამ ეს სუპერფუდები საქართველოში შემოვიდოდა სანამ ჩამოვიდოდა ჩია სანამ ჩამოვიდოდა საქართველოში კინოა აი ყველა გასუქებულები დავდიოდით კიდე რაღაცა 1-2 წლის წინ იყო რომელიღაც ამინომჟავებს ყიდიდნენ აი რაღაცა რომელი ამინომჟავა იყო აღარ მახსოვს მაგრამ აი მე რო ნახე უბრალოდ აი ახალგაზრდები ყიდულობდნენ რომ ეს ცხიმების წვას ხელს ელკარნიტინი ხო და მე რო ნახე უბრალოდ ეს კარგი არის თქვა ასაკში კარგი არის თქვა დიაბეტისთვის ძალიან კარგი არის ეს ამინომჟავა აზრი არ აქვს ახალგაზრდებისთვის ესე მასობრივად რომ ამინომჟავა ნებისმიერ შემთხვევაში საკვებს რომ მიიღებ ამინომჟავას მიიღებ ვინც ვერ ერკვევით ამინომჟავებში აღარ მოტყუდეთ წინ ეწერება ასო ლ ლათინური ლ ტირე და მე რაღაც წერია ეს ნიშნავს რომ ამინომჟავა არის ელ-კარნიტინია თუ ეს კარნიტინი ქვია ხო ზუსტად ეგ იყო რაღაცა ძალიან დარეკლამდა და ყველა კარნიტინი კი ბატონო კვლევები ამტკიცებენ იმას რომ არანაირ დოზებში არანაირი უკუჩვენებები არ გამოვლენილა მაგრამ დოზებშიც კი მე როგორც წავიკითხე მაგრამ ის არის როგორი რაღაცა ის არის ცხიმის ტრანსპორტიორი მიტოქონდრიებში და იყენებს მე ორგანიზმი მას ენერგიის წყაროდ. ყველაზე ბევრი ელ-კარნიტინი შეგიძლიათ საკვებიდან მიიღოთ. ეს არის ღორის ქონი. ანუ უყურეთ წეღან ლაპარაკობთ ამ გაცალკევებებზე და იმ ღორის ქონს თვითონ აქვს შიგნით ამინომჟავა, რომლითაც ეხმარება ორგანიზმს მის ათვისებაში. ქონს. და როცა ლაპარაკია ეგ რაღაცა ხილზე, უფრო ისე ცოცხალზე ასე ვთქვათ რა. რომელიც უფრო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით და მაგის პროდუქტების ერთმანეთს შერევა არ შეიძლება რა. იცი რა არის, აი კიდე ეხლა ერთი რაღაცა მოფიქრე რომ თვითონ ანუ საკვები ხო რაღაც ანუ ესთეტიკაც არის რა. შენ ძალიან რობოტივით გადაიქცე და რაღაცა რელიგიურად დოგმატურად მივდგე ამას ხო? რაღაცას კარგავ ხო აი რაღაცა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს რომ უბრალოდ ხო არის რომ აი მიუდგე ესე და რაღაცა დაჭრა გადაიღო აი ეს თვითონ გემოების თამაშიც და ეს ყველაფერი რაღაც ხელოვნება არის ხო მარტო დასავლეთში კი არა თვითონ ბუდიზმშიც ან კულინარიის ხელოვნება როგორც გრძნობებთან ანუ ყნოსვისა და გემოვნების გრძნობებთან დაკავშირებული და ეგეთი რაღაცები ძალიან დიდ როლს თამაშობს და ბევრი სუნელი არის რომელიც სანამ შეჭამ უკვე დანაყარებული ხარ ზოგი პირიქით მადასაღვიძებს და ესეთი რაღაცები ანუ აი იცი რა არის ყველაზე ცუდი რაც არის ხო ჩემს სფეროში მაგალითად და თუნდაც ზოგადად ავიღოთ პროსტა კვების საკითხებში რამდენი კვლევა ჩატარდა ქართველებზე რავი ნული ალბათ ხო იმიტომ რომ უყურე ვიღაცა გამოვა და ხვალე მეტყვის რომ იცი ღორის ხორცი არ ჭამო ეს მავნებელია იმიტომ რომ იმ ქვეყანაში შეიძლება ღორის ხორცი საერთოდ არ ჭამენ და მიითვლებენ რომ მავნებელია რა მიიჩნევა რომ მავნებელია
მაგრამ რო ჩამოიყვანო აქ და რამოდენიმე კვირა აჭამა, მე ეჭვება იმისი კუჭი ვერ ადაპტირდეს, იმიტომ რომ ისი ჩვეულებრივი ადამიანია. ჩვეულებრივი და ადაპტირდება მისი სხეული ამ პროდუქტთან ადრე თუ ვიან, ეს აუცილებლად მოხდება. ამიტომაც უყურე კვლევა, მე მარტო იმ კვლევის მჯერავს, რომელიც ჩატარდა ქართველ ადამიანებზე და ჯანმრთელ ადამიანებზე. სხვა შემთხვევაში, რომელი კვლევა სტარდება რაღაცა სხვა ხალხზე, იმ საკვების გამოყენებით, რომელიც საქართველოში საერთოდ არ მოიხმარება, ან ისეთი ხარისხის არ არის. ხო, ანუ ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება კიდევ ერთხელ ვიძახე, ღორის ხორცი რამ პლანეტაზე რამდენ ქვეყანაშია რომ არ ჭამენ. და ითვლება რომ ერთ-ერთი საშინელი ხორცის პროდუქტია, მაგრამ ხოლმე ბუდა მოკლა თქო და მეტი რა გითხრა. ჩვენთან პირიქით ხო ხდები? მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ახლა შეჭამ ერთ ლუკმას და მოკვდები. ეხაც რაოდენობაზეა ლაპარაკი. აი, ზოგადად ახლა ღორის ხორცზე არ ვამბობ, თუ რაღაც მაგალითად აი დაბალი ხარისხის ხორცი ხა შეიძლება იყიდება სამწუხაროდ საქართველოშიც და აი ძეხვეული დაბალი ხარისხის. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმი ადაპტირდება, ეს ხო იმას არ ცვლის, რომ შეიძლება უკუჩვენება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დროთა განმავლობაში. ეს ამ მდგომარეობას არ ცვლის, ხო, ამოცემულობას. ჩვენ რომ მოგზაურობთ აი მე და ინგა რძის პროდუქტზე, აი ძალიან დაკვირვებული ვართ რა, აქ ვერ ვიტად. და მან საფრანგეთში რაც სხვანაირი ის არის, არ ვიცი რა მოქმედებს ჩვენზე ესე. უყურე მაგაზე არის, უყურე მაგალითად მე ვიძახი კაფიო და ხმამაღლა რომ პროტეინი ეს არის დანამატი პროტეინი. ეს არის ძალიან მაგარი იარაღი დიეტის დროს. ვაფშე ზოგადად რა, იგივე წყური იმაში რა ქვია, ტკბილთან ბრძოლაში და ასე შემდეგ. მაგრამ მასში შემავალმა ინგრედიენტმა შესაძლებელია 1001 კაცზე გამოაჩინოს რაღაცა უკუჩვენება. ანუ დამატებითმა ინგრედიენტმა და არა კონკრეტულად ცილის კომპონენტმა რა. ამიტომაც ის ნედლეულის დასუფთავება მაგალითად რომელიც აქ მიმდინარეობს და ის დანამატი რომელსაც კომპანია ამატებს, შენზე მოქმედებს ცუდად. მაგრამ ის რო შენზე მოქმედებს ხვდები, არ არის საბაბი რომ გამოხვიდე და ყველას გითხრა რომ იცი რძე არ დალიოთ, საწამლავია, ჩემზე არ მოქმედებს. ძალიან კარგად თავსნობ მე თავს რძესთან. ხვდები ანუ რაღაცა საკვები არის რომელიც მე არ მომწონს და არ გამოვდივარ და აი არ ყვირივარ რა, მაგას ვიძახი ახლა ვეგანი იქნება თუ ის იქნება, მნიშვნელობა არა აქვს რა. თავარია გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას. ხო, შეიძლება, იმიტომ რომ აშკარად აი რაღაც პროდუქტებზე დაკვირვებული ვარ, რომ სხვადასხვანაირად მოქმედებს რა, სხვადასხვა ქვეყანაში. დასუფთავების კოეფიციენტია ყოველ რამდენად კარგად არის ნედლეული დასუფთავებული და ერთი არის რომ ანახე ორი სხვადასხვა რაღაცა, ერთი რომ შეიძლება ცუდი ტექნოლოგიით სadzდება, ან ცუდი ინგრედიენტები აქვს, ისეთი რაც არ არის და რასაც ზოგი უბრალოდ იტანს და ზოგი ვერ იტანს, მაგრამ შეიძლება ცუდი ინგრედიენტი არ იყოს, მაგრამ უბრალოდ ვიღაცას კონდეს იმ ინგრედიენტის მიმართ აუტანლობა. პროდუქტში განა მთავარი არის ის რაც შავით თეთრზე წერია. ნახში წყალი ამდენია ის. წაიკითხეთ ხოლმე დაბლა, other ingredients რო აწერია. აი იქ შეიძლება იყოს დამატებითი ინგრედიენტი რომელიღაცა. თუ აწერენ ეგრე დეტალურად არ ვიცი. ვალდებულება აქვს რომ და მაგიტო წერია აი ამ ხელა შრიფტით. ესეთი პატარა შრიფტით რომ ვერ დაინახო, დიდი ასოებით აწერია sugar free. ამიტომაც ძალიან ისეთი ის არის რა. მაგალითად აი კომერციული საკვები. სახში მაგალითად შენ რო საკვებს ამზადებ, ბევრად რთულად დასათვლელია კალორიაჟი, ვიდრე გარეთ რო ყიდულობ, იმიტომ რომ შეკვრაზე წერია. აი დაფიქრდი. საერთო კალორიაჟი ძალიან მარტივად დაიცავ გარეთ ნაყიდი პროდუქტით. შეკვრაზე წერია რამდენი კალორია კონკრეტულ პროდუქტს. მორჩა და გათავდა. თუ რა თქმა უნდა არ ახარ სპორტსმენი და CCN-ის ბალანსი მნიშვნელოვანი არის შენთვის და საერთო კალორიაზე ხარ დამოკიდებული რა. რომელიღაც ქვეყანაში მე მგონი ლატვია იყო სადღაც ანუ არა მარტო იქ ანუ რესტორნებშიც და ესეთ მომზადებულ საკვებზეც იყო მითითებული რა. ანუ ეგ სხვაგან მე მგონი ერთი პერიოდი საქართველოსიც იყო, იცი, ფასტ ფუდის რომელიღაც ბრენდებს არ დავასახელებ არანაირად თემაზე. ეს შეკვრაზე ეწერა რომ რაღაც ამდენი კალორიას შეიცავს და დღიური ნორმის რამდენიღაც პროცენტია, ანუ მაგას არ ვიტყვი, მაგრამ რასაც ჩვენ მანდ ვერ ვკითხულობთ, ეს არის მარილები და შაქრების ტიპი, რასაც იყენებენ. აი ხო არის მაგალითად ჩვეულებრივი მარილი, ასევე არსებობს ისა რა ქვია ეს წითელი მარილი ასევე ქვია.
იოდიზირებული მარილი კიდე ის ანუ კალიუმისა და ნატრიუმის სხვადასხვა პროცენტულობა გამოვხი ხო კალიუმისა და ნატრიუმის სხვადასხვა პროცენტულობა არის ხვდები და იქ რა მარილია გამოყენებული იმას არავინ არ დაგიწერს და უყურე როგორ არის მაგალითად დაიწყლი მარილი და თქვით კიდევაც რომ კალიუმი და ნატრიუმი სპაზმები ეწყებაო კუნთების წყლის სითხის ბალანსს არეგულირებენ ძირითადად კალიუმი და ნატრიუმი ნატრიუმი არეგულირებს კანქვეშა სითხის მარაგს ბალანსს და კალიუმი ქსოვილის შიგნით არსებულ სითხის ბალანსს შესაბამისად უყურე შენ რომ მიიღო ისეთი მარილები რომლებშიც კალიუმი იქნება დაბალი და ნატრიუმი იქნება მაღალი დაგასიებს და მაგიტოა გარეთ მომზადებულ საკვებში ანუ მომზადებულ საკვებში მზა პროდუქტი ხდები იმინა როჭამ ხო შესაძლებელია წონაში მოგატყუოს ისევ და ისევ სასწორზე იმიტომ რომ 1-2 დღით სასწორზე დადგომამდე მარილმა წყალი შეაკავა რა თორე კალორიის დათვლა ძალიან მარტივია აგე მაკარონები და ესეთი რაღაცები ზედმეწერია 100 გრამში რამდენი ნახშირ წყალია რაღაც უნდა მაგას დათვლა კომენტარი დაგვიწერეს რომ კვლევა ქართველებზე ასეთი საინტერესო არაფერი მომისმენია ხო ნუ ეხლა მე რო ჩამიყვანო მაგალითად უყურე რაღაცა ქვეყანაში და იქაური საკვები გამასინჯო რომელიც არასდროს არ მიჭამია შესაძლებელია ცუდად გავხდე ანუ რეალურად ფიზიკურად ცუდად გავხდე იმიტომ ჩემმა კუჭმა არ მიიღოს ხდები ეხლა მე გამოვიდე მე და ვთქვა რომ ინდური გაგისინჯას იავი 12 წელი ვიმსახურე ჯარში ყველა ქვეყნის სუხო იპაიო შალიკება მაქვს ნაჭამი მე მგონი ასე რომ კიდე ანუ ერთი თემა საკვები დანამატების სხვადასხვა მეც მაინტერესებდა საქართველოში ერთი 10 წლის წინ ვიყიდე პროტეინები გერმანიაში და რავი ძალიან მომეწონა ყვაყოფილი ვიყავი იმ წლებში აქ რო ვიყიდე რავი რაღაცა თითქოს მომეჩვენა რომ რაღაცა არ იყო ისეთი ხარისხის და ეხლა როგორ არის ბაზარზე საქართველოსთან არის ჩამოტანები ასე საქართველოში დაიწყეს წარმოება, იმიტომ რომ გვაქვს ნედლეული რეალურად შრატს ფაქტიურად ხარხნები ყრიან. დაიწყეს ვიღაცებმა ხო? ერთი 4 წელი არის, 5 წელი. რეალური პრობლემა რა არის? ყოველთვის არის ხოლმე, რა თქმა უნდა, რისკი იმის, რომ ფეიკი იყიდო ძალიან მაღალი არის რა. ნებისმიერ ქვეყანაში მაღალია, ეს მარტო საქართველოში არა ვართ ეგრე. ამიტომაც ის ბრენდები ხა ვინც არის ძირითადად ბაზარზე და ოფიციალური წარმომადგენლები ვინც არიან სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების იმათ ორიგინალი ნაწარმი ჩამოვაქვთ და ძალიან კარგი არის როგორც გემოვნური მახასიათებლებით ასევე იმედი მაქვს ის შემადგენლობა რაც ზეწერია აი შეიძლება რაღაც ინდივიდუალურად გასათვალისწინებელი ფაქტორები არსებობდეს საიმე თუ ძირითადად მოდით მაშინ ვთქვათ რისთვის არის საკვები დანამატები რა ანუ ეს არ არის ჯადოსნური ჯოხი არც ის რომ საკვები დანამატების გარეშე შედეგი არ გექნება ეს არ არსებობს ესე ეს არის უბრალოდ საშუალება ჩვენი რაციონი გავამდიდროთ საკვების დამატების გარეშე იმიტომ რომ უყურე ნებისმიერ საკვებს რასაც ჩვენ მოვიხმართ ხო ის რა თქმა უნდა დაშლის პროდუქტად გარდაიქმნება ძალიან რაღაც პროცენტულობა ხო ოქსიდანტების რაოდენობა იწვევს იგივე მაგალითად კანცეროგენების რაოდენობა მატულობს და ამაზე მე ჩვენი ორგანიზმი იბრძვის ხო ჩვენი იმუნური სისტემა და ანტიოქსიდანტებს ღებულობთ და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ პროცესის გარეშე ჩვენ უკვე მზა გამზადებული ამინომჟავები, გამზადებული რაღაცა კონკრეტული ინგრედიენტი შეგვიძლია საფულმენტი ეგრეთ წოდებული მივიღოთ საკვების გვერდის ავლით რა. ერთადერთი გასათვალისწინებელი რაც არის ხალხო ეს არის ის რომ პროტეინი უნდა გაიწეროს, უნდა გავითვალისწინოთ დღიური ცილების რაოდენობაში, იმიტომ რომ პროტეინი არის ცილა. თხევადი ტიპის ცილა. და იგივენაირად აღიქვავს კუჭი, მაგალითად, როგორც შეიძლება ხორცს შეჭამი, ანუ სიტყვაზე იმიტომ ვიძახი, რომ გოგოები ხშირ შემთხვევაში, ანუ დაბალი წონა ვინც არიან რა, არ ჭირდებათ ბევრი რაოდენობის ცილა და პროტეინი დღეს აღარ არის რა ისეთი ჯვრის სიამოვნება და უკვდავებისთვის არ არის მარტო რა. როგორც ჩვენ დროს როგორც იყო, ხო, ხტი ჟურნალი იყო ჩამოყიდული და ვლოცულობდით პროტეინზე. რომ არც ვიცოდით რეალობაში თუ არსებობდა ესეთი რაღაცა რა. ხო, აი მარტო მე რო ყვები ხოლმე ხალხს გონია ვიტყუები და ეგრე იყო მართლა აჰა. ხო და კრეატინი რო გავიგეთ. პირველად რომ დარბაზში ვიღაცამ კრეატინი დარიან მთელი დარბაზი ჰეითერად ექცა. ჩვენთან დაღარი ვარჯიშოთ და პალო და რაღაც, მაგრამ აი პროტეინი ხო მაგალითად ჭირდება 60 გრამი ცილა, თუ ერთ პორცია პროტეინს მიიღებს და სიტყვაზე ვიძახი 20 გრამი არის პორციაში, ხო? მე უკვე საკვებიდან 40 გრამი ცილა უნდა მიიღოს.
იმიტომ რომ ცილების გადამეტებული რაოდენობაზე რაც წეღან ვისაუბრეთ, წყლის შეკავება ის ყველაფერი მოვრჩება რა ის. მახსენდა ის მეთანს როს ვამდნენ, ამას დღესაც იღენებენ? მოგითხა შეიძლება? რა იყო ეს დუმილის უფლებას ვიყენე. ზარია. კი, სამწუხაროდ რა არის ანუ ეს მეთანი ანუ სპორტის სახეობებში ანდროგენული პრეპარატების გამოყენება ჩვეულებრივად ხდება სპორტსმენების მიმართ, ეს არ არის მარტო ბოდიბილდინგზე. თეთრი ისინი იყო როგორც მახსოვს და 20 კაკა იმას თუ რაღაც ტაბლეტს თუ რაღაცას ვამდნენ. თვითონ ასე ვთქვათ, მეთანი როგორც ასეთი ამ სახელწოდებით და იმით რასაც მაშინ იღებდნენ, ეს რეალურად არის ნეების, ანუ არ არსებობს კუნთისთვის პრეპარატი, რაღაცა ეგეთი. ეს არის სამედიცინო პრეპარატების არამიზნობრივად გამოყენება, რასაც აუცილებლად ბოლოში მოსდევს ძალიან სერიოზული გართულებები. ანუ ეს იგივეა ყოველ დღე ადგე და გრიპის წარმალით დალიო იმის პროსტო რომ გემო მოგწონს იმის რა ჟოლოს. ამოგიტრიალებს კულტს ეგრევე. იმაზე მოკლე დროში დამიჯერებ ვიდრე ანდროგენული სტეროიდები. ამიტომაც ეს პრეპარატები იყო იმ პერიოდში როცა გამოდიოდა რეალურად იყო მოზარდების ბავშვებისთვის, რომლებსაც საკვების აუთვისებლობა ჰქონდათ, მერითვისებდნენ საკვებს და ეს იყო მათი ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება, მაგრამ იყო სტეროიდული და იმიტომ მათ აღარ ხმარობდნენ მე რომ ბავშვის ორგანიზმის ღვიძლისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო. ამას რა თქმა უნდა, ბევრ სხვა პრეპარატს მოიხმარენ, არა მარტო სტეროიდებს სპორტში, ასე რომ ეს ძალიან ისეთი თემაა, რომ მაგაზე არასდროს არ ვსაუბრობ. არ მინდა ვიღაცაზე ცუდი ვთქვა ან რაღაცა, ჩვეულებრივად. ანუ ვინც მაინც ისეთ შეჯიბრში არ არის სამკვდროს, თან ალბათ ეს არ არის მაღალი ხარისხის პროდუქტი, ხო? არა, ეხლა უკვე არის. ეხლა არის? ეხლა ყველაფერი მაღალი ხარისხის არის დამიჯერებული. თვითონ იგივე პროდუქტია, ოღონდ ხარისხი შეიძლება. აქაც არის ფეიქები, რა თქმა უნდა, ანუ ბრენდები, რომლებიც ხარისხიან საწარმოებენ, მაგრამ უყურე რა არის, მე შემიძლია ვთქვა მარტივად რა. სარკეში რომ მაგარი ტიპი იყო, ამისთვის თუ სტეროიდებს მოიხმარ, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. იცი რა არის, ანუ ერთადერთი ესე იგი ადამიანს შეიძლება დაჭირდეს დანამატი პროტეინის სახით, თუ საკვებით ვერ იღებს, ხო? თუ ისეთი რეჟიმი აქვს, რომ ნაკლებობას და დეფიციტს ჯობია რომ დანამატი მიიღოს. უყურე რატო ამას უფრო მიმართავენ ხოლმე ისინი, ვისაც თხელი აღნაგობა აქვს, იმიტომ რომ საკვების მიღების შემდეგ იბერება მუცელი და ამან შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული მოცულობითი მუცელის შექმნა. აი რა პრობლემაც მე მქონდა, იმიტომ რომ იმდენის ჭამა მიწევდა რაოდენობრივად ჯანსაღი საკვების. იმდენის ჭამა მიწევდა ერთი ვედრა ბრინჯი ყოველ დღე, რომ დამედო მოცულობითი მუცელი, ანუ კუნთები ყველაფერი, მაგრამ და სხვა ალტერნატიული გზების მოძიება დავიწყე, რომ კალორაჟი მიმეღო, მაგრამ საკვები ყოფილიყო ნაკლები. მაგრამ მან ხო არ არის ბევრი ცილა, რისთვის იღებს ბრინჯს? ნახშირწყლებისთვის. და მე რასაც ვისაუბრე რა, ანუ ნახშირწყლებით ბრინჯით ვიკმაყოფილებდი დღიური ნახშირწყლების მარას. ნახშირწყლები მე სხვა რამე, ანუ კაი დავუშვათ პროტეინს მიიღებ, მაგრამ ნახშირწყლებს ალტერნატიული გზით დანამატის სახით მიიღებ. ეს ჩემი კი რა თქმა უნდა არის კარბოდასალებები, რაღაცეები, კარბომაქსები ეგეთი რა. ჩათვალე შაქრიანი წყალია რა. გახსენი შაქარი წყალში იგივე გლუკოზა არის. უბრალოდ მიიღებს ორგანიზმი. მაგრამ მე ვიყავი აი მაგაზე, მაგიტო ვიძახი ხოლმე რომ ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაფერს არ ნიშნავს. რა იმდენის ჭამა მიწევდა ჯანსაღი საკვების მოცულობაში. იმდენი იყო, რომ აი ყბები გამტკიოდა ხოლმე ჭამისაგან. და მე პროტეინით ასე ვთქვათ, ცილის მარაგს ვივსებდი დღეში 3 პორციას ან 4 პორციას ვსვავდი რა გამეკეთებინა. ანუ კარგი 250 გრამი ცილა რო გინდა დღეში? ერთი ფერმა გინდა ყოველ დღე. კარგი ხარისხის პროტეინის მიღება ორგანიზმისთვის ხანგრძლივ პერიოდშიც, უსაფრთხოა თქვენი დაკვირვებით, ხო? ჩვეულებრივად შეუძლია, ანუ თხევადი საკვები. თხევადი საკვებია. მაშინ კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამიდონთ კვლევა ჩატარებული ქართველებზე, რომელიც პროტეინმა მოკლა. არ არსებობს ეგეთი რამე. ეხლა მცენარეული მცილებიც გამოჩნდა ბაზარზე, ხო? ანუ არის ცხოველური პროტეინი თვითონ რაც შეიცავს ცხოველს. არის, ვთქვა, ვეგანური პროტეინები არის. რა განსხვავებაა და არაფერი რაც ვისაუბრე, უყურე,
ამინომჟავებით ამდიდრებენ უბრალოდ არ არის უგრე ამინომჟავას აღარ აქვს რა წარმოშობა ის ცხოველურია არ არის რა მნიშვნელობა ხან ამინომჟავა всё გადაამუშავეს პროდუქტი იგივე უყურე მე არ ვიძახი რომ პრობლემა რაში უყურე შენ რომ მიიღებ ცხოველურ ცილას ეს არის გარანტია იმის რომ შენ მიიღე ადამიანისთვის საჭირო 20 ამინომჟავა ნებისმიერი ცხოველური კვერცხი ყველი даже ხორცეს აღარ აქვს ლაპარაკი ხო იგივე პროტეინი რომელიც სოიმის გამზადდება შრატის გამზადდება ეს არის ვეგანები არ ცნობენ იმიტომ რომ ცხოველური რძის იმისაგან მაგრამ როცა აიღებ მაგალითად სოიოს პროტეინს სოიოისაც შეიცავს ყველა ამინომჟავას მაგრამ სხვა ტიპის პროტეინები როცა არის ხო სხვა ხორბლისაგან მზადდება იმისაგან მზადდება მაგრამ გამდიდრება ხდება გარედან დანამატებით ანუ ამინომჟავები მიეწოდება ის ამინომჟავები რომ მიიღოს ერთ პორციაში თუნდაც იგივე ვეგანმა სრული ამინომჟავების ჯაჭვი. ანუ თუ ადამიანი ვეგანი არ არის, მაინც ცხოველური ცილის პროტეინს ან პროტეინის სახით ცხოველურს ურჩევთ, იმიტომ რომ დანამატების გარეშე თავისთავად შეიძლება. დამიჯერე ცხოველურს ხორცს ვინც აჭამს ვეგანურ პროტეინს არ სვავენ. ხო, იმიტომ რომ შრატის პროტეინი უპირობოდ საუკეთესო არის ათვისებისთვის. თორე არის რა თქმა უნდა კარნივორი პროტეინია, კვერცხის პროტეინია, კაზეინის პროტეინი რძის ბაზაზე მზადდება. ну რავი, მაგრამ შრატის პროტეინი დღემდე რჩება ნომერ პირველად. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო. ისე ჩვენი დარბაზიდან გაქვს კონტაქტი, ანუ ისე აგრძელებენ ამ სფეროში ყოფნა. კი, მიშიკო ვახსენეთ. ხო. ადამიანი თუ ვინმე უნდა არ მიყვარდეს ეგ არის, მაგრამ ძალიან მიყვარს, მაგას შემithრია ამ სპორტში მთელი ცხოვრება მიყვარდა და მიშამ გადამადგევინა პირველი ნაბიჯი და დღემდე წვალობ ამ სპორტში. რავი, ბიჭები იმთაობიდან ნაკლები. ნაკლებად. ფიზიკურად მე არ ვიცი, ვერ ვნახულობ. შეიძლება არიან კიდევაც ამ სპორტში. მიშასთან ძალიან ისეთი ახლო ურთიერთობა მაქვს დღესაც და მაგიტომ ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ, მადლობა. საინტერესო იყო. დიდი მადლობა. იმედია დავფარეთ ძირითადი თემები რა. მადლობა და შეხვედრამდე. უარა და აქვე ვცხოვრობ, ჩამოვალ.